საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დიალოგი როგორც გამოსავალი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ვიზიტი რამდენიმე რეკომენდაციით დაასრულა. ასამბლეის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ შოკირებული დარჩა იმით, როცა აღმოაჩინა, რომ პოლიტიკური მხარეები ქვეყანაში ერთმანეთს უბრალოდ არ ელაპარაკებიან და ერთმანეთთან მინიმალური კომუნიკაციაც კი არ აქვთ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. პერე ჟუან პონსმა ამ მოწოდებაზე შეიძლება ითქვას, რომ კვახე უარი მიიღო. სახელისუფლებო ფლანგიდან უთხრეს, რომ რევოლუციონერებთან და მათთან, ვინც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, სალაპარაკო არაფერი აქვთ და ეუთოს დელეგაციის განცხადებიდან მხოლოდ ის ნაწილი მოეწონათ, რომლის თანახმადაც მათთვის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, ხოლო ბოიკოტი არ შეიძლება იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა. ოპოზიციის ნაწილი კი დიალოგის დაწყების შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ ხედავს. მათ შორისაა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლება და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა. ამ პირობების დაკმაყოფილებაზე კი კარგად მოგეხსენებათ ქართული ოცნება ჯიუტად უარს ამბობს. ეუთოს დელეგაციის შეფასებებს შეიძლება ითქვას, სრულად მხოლოდ გახარიას პარტია დაეთანხმა. მათი შეფასებით დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა ამის სივრცეს ქვეყანაში განგებს ღუდავს ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა და თავად მმართველი პარტია. კატეგორიული პოზიცია დიალოგის დაწყების შესაძლებლობასთან დაკავშირებით არც ლელოს გამოუხატავს და ორაზროვნად მიანიშნოს, რომ ყველა შესაძლებლობაა გამოსაყენებელი კრიზისის გადასაჭრელად, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ დიალოგი სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების, ასე ვთქვათ, მოთხოვნებისთვის უნდა შედგეს ხელისუფლებასთან, თუ პირიქით ჯერ მოთხოვნები შესრულდეს ხელისუფლების მხრიდან და შემდეგ დაიწყოს პოლიტიკური კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან. შევეცდებით ახლა დეტალები ერთად გავარკვიოთ. გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატია ჩვენთან. მოგესალმებით გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ეუთოს დელეგაციის განცხადებას შევაფასებთ, რამდენიმე საათში დაიწყება ევროპარლამენტში საკმაოდ მწვავე დებატები საქართველოსთან დაკავშირებით და სულ ცოტა ხნის იქაც გაიჟღერებს ეს მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დაკავებული პირების გათავისუფლება. მათ შორის დებატები გაიმართება ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებითაც. მანამდე ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა. ჩვენი თხოვნაა ევროკავშირის საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდესო. რას უნდა დაუკავშიროთ ფაშინიანის პირდაპირი ლობირება ჩვენი ქვეყნის ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნიდან, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არის საქართველოს სომხეთის ერთობლივი გზავნილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი ვიზიტიზას შეთანხმდა, ან შესაძლებელია ეს არის სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ემა მოგესალმებით საღამომშვიდობის მესამედი მაყურებელს. მოდი კარგად დავხსნათ, აი დღეს რა ვითარებაა და ნაწილი თქვენ თქვით კიდევ ერთს დავამატებ. ანუ რა ხდება? ესე იგი, ბაქოში დღეს არის 11 მარტი, ხო თუ არ ვცდები? 11 მარტს 2026 წლის 11 მარტს. ბაქოში სტუმრად იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და მას რა თქმა უნდა პრეზიდენტი ალიევი მას პინძლობს. ევროპარლამენტში უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებს სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანი და ამ დროს იმავე ევროპარლამენტში
განიხილება საკითხი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. და იგივე ევროპარლამენტიდან ევროკომისრების ძალიან მწვავე განცხადებები ისმის, რომ საქართველოს ქართული ოცნება აგრძელებს რუსულ პოლიტიკას, რამაც გამოიწვია გაღიზიანება ქართული ოცნების ლიდერებისა. კი ბატონო, და მე უბრალოდ იმიტომ მოვიყვანე ეს ორი მაგალითი, რა ხდება ბაქოში, რა საკეთებს ფაშინიანი და ასე შემდეგ, რომ რეალურად ჩვენ სახეზე გვაქვს, ოდესაც ვამბობთ, რომ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მოყვებოდა, რაც ოცნებამ დაიწყო რამდენიმე წლის წინ, პირდაპირ ზურგი რომ შეაქცია ევროკავშირს, ხო? საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. აი ეს ვითარებაა. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს თავისი ლიდერული პოზიციები და იყო ლიდერი რეგიონშიც, იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, მეცაც გეტყვით. და ყველა ჩვენ შემოყურებდა, ასე ვთქვათ, საქართველოს მიყვებოდა ყველა სხვა დანარჩენი პოტენციური კანდიდატი. დღეს სიტუაცია არის რადიკალურად შეცვლილი და ახლა თქვენს რო საუბრობთ პრეზიდენტ ფაშინიანის განცხადებაზე, უბრალოდ როგორ გითხრათ, თან უნდა გაგიხარდეს და თან ცოტა უნდა გეწყინოს კიდეც, რომ დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც ხვების დასაცავები გავხდით, ხო? კი ბატონო, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო ალბათ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება თუ არა, იგივე ევროკომისიამ, ევროპის საბჭომ, ევროპარლამენტის მაღალი თანამდებობის პირებმა გაითვალისწინონ ფაშინიანის ეს მოწოდებები და სწორედ ეს მათ შორის EUTOS საპარლამენტო ასამბლეის მისიად, მათ შორის ეს განცხადებებიც გახდეს რაღაცნაირად აი ეს შემოbrunების წერტილი, როდესაც უკვე გამოჩნდება გზა კონსტრუქციული დიალოგისკენ. კონსტრუქციული დიალოგი ჩვენ მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არ გვჭირდება, ქვეყნის გარეთაც გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან აი ამ დაკარგული საერთო ენის გამოსანახად. კი ბატონო, ასე, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გზავნილი, ფაშინიანის გზავნილი ევროპის მხარისკენ იყო მიმართული? არა, ეს საქართველოსაც პირველ რიგში ხო საკმაოდ ასე გავიგე. მე პირველ რიგში მადლობა, მოდი ასე ვთქვათ, ხო, პრეზიდენტ ფაშინიანს, რომ ზოგადად ხაზი გაუსვა კიდევ ერთხელ საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან როლს რეგიონში, იმიტომ რომ ცხადია, ის პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა და მნიშვნელოვანი ლიდერია რეგიონში ფაშინიანს გულისხმობა და მას კარგად ესმის, რომ საქართველოს გარეშე სომხეთის და მათ შორის ზოგადად რეგიონულ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. თუმცა ის რაც ახლა საჯაროდ საქვეყნოდ თქვა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, ამას აუცილებლად ეთყოდა მის კოლეგას, მათ შორის საქართველოში ვიზიტის დროს. კი ბატონო, შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მაგ თავარი რა არის? ჩემთვის ეს არის გზავნილი პირველ რიგში ოცნების ქართული მხარის მისამართით. იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, ვინ ჩაკეტა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა? ეს ვინ შეაქცია ზურგი ევროპას? ეს პირველ რიგში გააკეთა ოცნებამ. გასაგებია რომ მათი პროპაგანდა ხშირ შემთხვევაში სრულიად საპირისპიროდ მუშაობს და ცდილობს ჯერ კიდევ აუხსნას ხალხს და მისცეს გარკვეული იმედი რომ აი დღეს არა, მაგრამ 2030 წლისთვის მაინც შევიყვანთ ევროკავშირში, მაგრამ როგორ იმ მავნებლური ანტიდემოკრატიული კანონებით, იმ ავტორიტარიზმის პირობებში და პირობებშიც დღეს ვართ, რა თქვენ დიალოგის მოწოდებაზე საუბრობდით და ესეც ოცნების მიმართ არის მიმართული. კი ბატონო, ამ თემაზე უფრო მინდა ვისაუბრო, ანუ მარტა კოსის განცხადება იყო საკმაოდ მწვავე, წეგან ვერ მოვიყვანე ზუსტი ციტირება, მან თქვა რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს, რამაც ძალიან მწვავე განცხადებებს ქართული ოცნების მხრიდან მისცა საფუძველი, ანუ აი ფიქრობთ რომ ასე ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას, რომ რუსეთი იმარჯვებს საქართველოში? იმარჯვებს ღმერთმა დაიფაროს და რა თქმა უნდა ეს ასე არ მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს და არ უნდა მოხდეს, მაგრამ აქ როგორ ჩანს არის ნაგულისხმები ის, რომ ის ქმედებები, რა ქმედებებსაც ჩადის ოცნება, დემოკრატიული უკუსვლით, ავტორიტარიზმის გაძლიერებით, ევროპისთვის ზურგის შექცევით, ეს სავარაუდოდ იგულისხმება, რომ ამით კეთდება რუსეთის საქმე და თუ დროულად არ მოხდება შემოbrunება დემოკრატიისკენ და ადამიანის უფლებების დაცვისკენ და ზოგადად იმ ევროპული ფუნდამენტური ღირებულებებისკენ ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ იმიტომ და იმისთვის ვიბრძვით, რომ ეს ასე არ მოხდეს, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, რა მოლოდინები გაქვთ ახლა ყველამ ვიცით, რომ დღევანდელი დებატები იქნება საკმაოდ მწვავე. რეზოლუციის რაღაცა 7, სულ ცოტა 7 ვერსია თუ ვარიანტი გამოქვეყნებულია და თითქმის ყველა ვარიანტში არის მოწოდებები პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით
დაკავშირებით და აი ამ ქმედებაში ბრალდებული პირების პერსონალურ სანქციებთან, მათ შორის ფინანსურ სანქციებზეც არის აქცენტი გაკეთებული. ანუ როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს თუ არა ევროკომისია რეზოლუციის ტექსტის შინაარსსა და მოწოდებებს და შესაბამისად გახდება თუ არა ეს შემდეგი ევროპის საბჭოსთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი? აქ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ან აქამდე ყოფილა ნაკლებად მწვავე ევროპარლამენტის რეზოლუცია, ან ზოგადად ჩვენი ევროპელი პარტნიორებს აქამდე მცდელობები დაუკლიათ ზოგადად საქართველოს ვითარების ნორმალიზებისთვის. აქ პრობლემა ის არის, რომ ოცნება ჩაიკეტა. ანუ ოცნებამ საქართველოს მოაქცია იზოლაციაში. და ეს კიდევ ერთხელ კარგად რომ აუხსნათ მაყურებელს, რატომ აკეთებს ამას? ახლა თქვენ გონიათ, რომ ძალიან უნდა და მოსწონს იზოლაცია და მართლაც ასე არ მოსწონს ევროპა, ძალიანაც მოსწონს ევროპა. უბრალოდ მას ყველაფრის ფასად სულ შეინარჩუნოს ძალაუფლება. და როგორც კი მან იცის, რომ როგორც კი ის გააგრძელებს ევროპულ ინტეგრაციას, ეს ნიშნავს რეფორმებს. დღეს გასაგებია ძირითადი ინტერესი ფაშინიანის გამოსვლიდან საქართველოს ხსენებაზეა, მაგრამ იქვე იმავე გამოსვლაში სანამ საქართველოს ახსენებდა ერთი წუთით ადრე ძალიან მნიშვნელოვანი რამე თქვა, ამაზე რატო არ საუბრობ? მან თქვა მარტივი, უმარტივესი გზავნილი იყო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სომხეთის დაახლოვება ევროპულ სტანდარტებთან. ეს არის მთავარი. ანუ უნდა გავატაროთ ისეთი რეფორმები, რომელიც დაგვაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტებს. და აქვე თქვა, რომ თუ მოხდება ისე, რომ ამის გამო, როდესაც მას შემდეგ რაც სომხეთი იქნება დაახლოვებული ევროკავშირის სტანდარტებთან, ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ხომ იდეალური თუ არ ვწდები ესეთი სიტყვები ქონდა და ასე რომს არ მოხდეს, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით მოგებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიქნებით დაახლოვებული ევროკავშირის სტანდარტებთან. ეს არის აქ მთავარი. ამიტომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება ხო ბევრი მიმართულებით ხდება. ეს არის დემოკრატია, ეს არის ადამიანის უფლებები, ეს არის კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები, ეკონომიკური კეთილდღეობა, სამართლიანი გარემო, სამართლიანი წესრიგი და ასე შემდეგ. და ამ ყველაფერზე ამბობს უარს ოცნება, იმიტომ რომ მან იცის, რომ როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება ევროპული დემოკრატია, მის ძალაუფლებას მყისიერად დაემუქრება საფრთხე. თუ ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი არის ყველაფრის ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაშინ უნდა როგორც ამბობენ, აი წინასწარაც ამბობენ, რომ მათთვის ნებისმიერ ასეთ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, უნდა ველოდოთ, რომ ეს რეზოლუციაც იგივე ეფექტურობის იქნება ქართულ ოცნებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით, როგორც მანამდე მიღებული არა ერთი მწვავე შინაარსის. თქვენ თუ ხედავთ რაიმე ნიშანწყალს იმისა, რომ ოცნება აპირებს პოზიციების შეცვლას, არ ვიცი, მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ. სამწუხაროდ ვერ ვხედავ. კარგად გაიხსენეთ, მე ვაპირებდი ამის გახსენებას, თქვენ გაიხსენეთ ჩემამდე. რომ ამიტომ ამბობს, რომ ჩალის ფასი აქვს. ახლა ჩალის ფასი ექნება მაშინ, როცა არ გაინტერესებს. არ გინდა იქით გახედვაც კი, იმიტომ რომ იცი რომ ის არ არის ის სივრცე, სადაც ჩვენ ზალადობით, დაშინებით, მოტყუებით, ასე შედა სხვა უამრავი დანაშაულით ჩვენ იპარავ ადამიანის ხმებს და ინარჩუნებ ძალაუფლებას და კორუფციაში ხარ ჩართული და ხალხს ფულს პარავ ფაქტიურად ჯიბეებში ხელს უყოფ და პარავ ფულს და ეს რო არ შეჩება ევროპულ დემოკრატიაში ხო იციან ოცნებამ როგორ მიაღწია ქართულმა ოცნებამ აი შიდა დონეზე, იმიტომ რომ საგარეო წნეხი საკმაოდ მწვავეა ვერაფერს იტყვი ხომ, ნამდვილად არაფერს აკლებენ, რაც მათ ხელშია ძალისხმევის თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორები ხა მართლაც რაღაცა შიდა გადაწყვეტილებებში ხომ არ ჩაერევიან ის იმაში რაშიც ერევიან იქაც კი ადანაშაულებს ხოლმე ქართული ოცნება რომ ეს არის რაღაცა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ასე შემდეგ. ანუ აი რამ შეუქმნა ქართულ ოცნებას ასეთი სრული კომფორტი, რატომ არ გაჩნდა ჩამოყალიბდა დროის თუნდაც აი ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში იმ დონის სიმძიმის ცენტრი, რომელიც ანგარიშგასაწევი იქნებოდა ქართული ოცნებისთვის და ეხლა გადავიდეთ ელთოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ ძირითად მოწოდებაზე, რომ აუცილებელია განახლდეს კონსტრუქციული დიალოგი. ამაში ორივე ყველა პოლიტიკური მხარის, მოდი ასე ვთქვათ, ყველა პოლიტიკური მხარის ხელისუფლების ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავენ, მაგრამ იმასაც უწევენ ანგარიშს, რომ ყველაზე მეტი ამ თვალსაზრისით შეუძლია ქართულ ოცნებას. ანუ აი რატომ ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ვხედავთ ხო როგორია მათი პასუხი, ისინი ამბობენ რომ რადიკალებთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს. რატომ არ გაჩნდა პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, რომელიც გარკვეულწილად
რაღაცა წნეხის ეფექტის იქნებოდა ქართულ ოცნებაზე. როგორ გაჩნდებოდა? როდესაც მთელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური კამპანია მაგალითად ბოიკოტის სასარგებლოდ. და როდესაც ადამიანებს მოუწოდებდნენ არჩევნებში არ მისვლისკენ. რატომ ბოიკოტშიც შეგიძლია შექმნა ასეთი სიმძიმის ცენტრი, ანგარიშგასაწევი ძალა? არა, კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ აქ ჩვენ ხო კარგად ვიცით ოცნება როგორ ახერხებს ამას. ახერხებს მაქსიმალურად ეფექტური და ტოტალური ჰიბრიდული ომის წარმოებით, ანუ პროპაგანდით. ხო, ახლა მან შექმნა ფაქტობრივად მტრის ხატი. ამაზე საუბარიც კი უხერხულია, მაგრამ რეალურად მტრის ხატი შექმნა ევროპისგან. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, სტრატეგიული პარტნიორებისგან მტრები შექმნა, ასე ვთქვათ, და მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი, ვინც არის ჩვენ რეალური მტერი რუსეთი, ამ მტერთან კოლაბორაციაში იმყოფება. და 1000 სისულელეს ავრცელებს და ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად, ხო? ანუ არჩევნებზეც კი 2024 წლის არჩევნებზე მათი სლოგანი იყო ღირსებით ევროპისკენ და არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ რაც მათ გაყალბებით და მოტყუებით და სხვა 1000 манипуляციით მიიღეს ის პროცენტი რაც მიიღეთ, ამის შემდეგ მეორე დღესვე ფაქტობრივად ზურგი აქციას ევროპას და ყველამ ძალიან კარგად ნახა რომ უბრალოდ ამათი ამ ხალხის დაჯერება, უბრალოდ აღარშარების აღარ ჯერა რა. ოცნების დაჯერება უკვე შეუძლებელია ფაქტებ მათი საქციელიდან გამომდინარე, ხო? ხო, რეალური საფრთხეს მე დავუბრუნდები იმ საკითხს, ანუ თქვენ ხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ არც ისე ბევრი დრო დარჩა, თუნდაც აი ყველა რაღაცა პროცედურული წესის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია საქმე არა მხოლოდ პერსონალურ სანქციებამდე მივიდეს, ევროკავშირის სანქციებს გულისხმობ, არამედ მივიღოთ ის შედეგი, როდესაც უკვე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეზღუდება ვიზოთ გადაადგილება. ეს არის ყველაზე უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება მიიღოს ევროპაში. ხო და მივა საქმე აქამდე? არ უნდა მივიდეს, აი არ უნდა მივიდეს. რა შეუშლის ამას ხელს? აი რა თუ ქართულ ოცნებას არ აქვს ნება, კიდევ რაიმე ბერკეტი არსებობს ბუნებაში, რამაც შესაძლებელია ხელი შეუშალოს აი ამ სანქციის აღსრულებას? კიდევ მეორე ფეს თუ მოხდა ემა, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ოცნებას. იმიტომ რომ არავინ სხვა პასუხისმგებელი ამაზე არ იქნება და ვერ იქნება. მხოლოდ და მხოლოდ ოცნება იქნება პასუხისმგებელი. ჩვენ ვამბობთ აქამდეც გვითქვამს ისიც თქვენ რომ მიუხედავად ოცნების არაერთი დანაშაულისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. გულისხმობ ვიზო რეჟიმის მიმოსვლის შეწყვეტას. ეს დიდი როგორ გითხრათ, ერთის მხრივ ეკონომიკური პრობლემები იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ერთის მხრივ, მაგრამ არანაკლები პრობლემაა პოლიტიკური გზავნილის თვალსაზრისით, ხომ? ახლა ეს ხომ ევროპასთან აი αφილაცია რასაც ქვია, ხომ? მასთან ასოცირების, ევროპასთან ასოცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამას ხო დამსახურება უნდოდა, ამას ხო მოპოვება უნდოდა და ეს ვინ მოიპოვა რა? ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, დიდი ბოდიში არა. და არ რომელიმე სხვა პარტიამ არც ერთმა ეს მოიპოვა საქართველოს ქართულმა ხალხმა. ძალიან მძიმე დარტყმა იქნება ყველას. დავიგე პასუხისმგებლობად, მაგრამ დარტყმა ერთნაირად მძიმე იქნება როგორც აი პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალისთვის, ისევე დაუშვათ ხალხისთვის, ხო ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც შესაძლებელია ბრალეულობა კი არა, ძალიან დიდი წვლილიც მიუძღვის იმაში, რომ საქართველოს მიანიჭეს თავის დროზე უვიზოთ მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში. სანამ ბოლო ერთი შანსი მაინც, აი ერთი აი მის ხალი რო ქვია, შანსი მაინც იქნება რომ ჩვენ ვიმუშაოთ იმისთვის რომ არ მოხდეს ეს უნდა გავაკეთოთ. რა შესაძლებლობები არსებობს? ევროპელ პარტნიორებთან მუშაობა, მათი დარწმუნება რომ ეს არ მოხდეს. კიდევ ერთხელ მეორე, იმის გამო რომ ოცნებას ჩადის დანაშაულებს, ამის გამო ვინმე გაბედოს და ახლა სამწუხაროდ ვიცით ჩვენს რო ყოფილა ესეთი შემთხვევა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან და ანუ იყო ასე ვთქვათ მცდელობა რომ მათი პოლიტიკური მიზნებისთვის რომ მოწოდებებიც რომ აი შეუწყვეტეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, იმიტომ რომ ამას მე შესაძლოა მოყოლა და მათთვის სასურველი განვითარება პოლიტიკური სცენარის, ნუ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, ხო? მე ხო თქვენ იცით რომ ჩვენ ერთის მხრივ ერთი ხელით ოცნება ანგრევდა ფაქტიურად ევროპულ მომავალს, ისეთ დანაშაულებს ჩადიოდა, მაგრამ მაინც კაბინეტ რა ვიცი, სადაც შეგვეძლო ჩვენს ლიდერს, ჩვენს წევრებს სიარული და ხმის მიწვდენა, ყველგან ვაწვდენდით ხმას, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდეს. და ამიტომ მე ბოლო შანსი ხა რა თქმა უნდა ხა არის რაღაცა ზღვარი, რომლის იქითაც უკვე მესმის რომ უბრალოდ სხვა შანსი აღარ დარჩება. სხვათა შორის აი თქვენ ამბობთ რომ ყველა ღონეს ხმარობთო და სანამ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი იმისა რომ ასეთი უკიდურესი გადაწყვეტილება ხო უკიდურესი ზომა არ იქნას მიღებული, შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მცდელობა, დაწყება ამ პროცესისაც იქნება
საკმაოდ პოზიტიური სიგნალი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებს. ახლა გადავიდეთ დიალოგის შესაძლებლობაზე. აი თქვენ როგორ გაიგეთ კოლეგა ოპოზიციის ასე ვთქვათ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ან განცხადებები, აი წაიკითხეთ მათი მზაობა, სურვილი კონსტრუქციული დიალოგის დაწყებისკენ, როგორც აი ამ კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი გზა. ემა, სამწუხაროდ არის რეალობა საქართველოში ასეთი, რომ დიალოგის არსებობას აი ორივე მხარე უშლის ხელს, ხო? გულისხმობ რადიკალურ ოცნებას და ჩვენ იცით რომ ჩვენი პოზიცია ასეთია, ყოველთვის ვამბობთ, რომ ოცნება თავად არის რადიკალური ხელისუფლება, ისინი კი სხვისგან იშორენ ხელს, თითქოს ოპოზიციის ნაწილი არის რადიკალური, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ თავად არიან რადიკალები. თავად არის რადიკალური ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ასევე რადიკალიზმის მომხრეა, ხო? და სხვანაირად არ ჩდება ისეთი მოწოდებები, როგორც არის მშვიდობიანი დამხობა და ასე შემდეგ ხა აღარ მინდა ამ წარსულ დეტალებში, თუმცა უახლოესი წარსულია შევიდე. ამიტომ ეხა ჩვენ რაც შეგვეხება, ახლა თქვენ კარგად იცით, რომ შეიძლება ამას დიალოგს დავარქმევთ, თუ დებატს დავარქმევთ, თუ რაც გნებავთ ის დავარქვათ. ჩვენ პარლამენტშიც იმიტომ შევედით, რომ ეს პოლიტიკა გადაგვირჩინა, რაღაც პოლიტიკური პროცესი გადაგვირჩინა, იმიტომ რეალურად იმ მომენტისთვის იდგა ამის საშიშროება, იმიტომ რომ პოლიტიკა მკვდარი იყო ქვეყანაში. იმიტომ რომ ოცნება იყო ერთადერთი ძალა პარლამენტში, ის პარლამენტს უყურებდა უკვე როგორც შეგუებულებიც კი იყვნენ, რომ ეს მათი პარტიული ოფისი იყო. და რა თქმა უნდა ჩვენ აი მომენტში და იმის შემდეგაც ნუ ხა ხედავთ კალკულებით ალბათ და საკმაოდ აქტიური ასე ვთქვათ პროცესი მაგრამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ეს არ არის საკმარისი ანუ ეუთოს დელეგაციის განცხადებებში მე წავიკითხე სურვილი მოწოდება იმისა რომ უფრო სხვა ფორმატი შეიქმნა, სადაც კონკრეტული პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა მოხდება, სადაც მხარეები გამოთქვამენ მზაობას, რომ წავიდნენ კომპრომისში. აი თქვენ როგორ ხედავთ ამ შესაძლებლობას და საერთოდ თუ ხედავთ? ჩვენ პირველ რიგში გვინდა და ვეთანხმებით, რომ ეს სწორი გზაა, ხო? ეხლა მოდი სხვანაირად შევხედოთ. ევროპა რომ გვინდა, აი ყველას ჩვენ და ძალიან გვინდა. რატომ გვინდა? იმიტომ რომ ევროპა, ახლა ერთის მხრივ ევროპა გვინდოდეს და ევროპული პოლიტიკური პროცესი არ გვინდოდეს. ანუ ევროპა თუ გვინდა დიალოგიც უნდა გვინდოდეს, ანუ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა. იმიტომ არის ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი გაუგებარია მათთვის ახლა ეს დაუსრულებელი ბოიკოტები და დამხობები და პარლამენტში არ შესულები, იმიტომ რომ მათთვის უბრალოდ ვერც ხვდება ეს ხალხი, აბა სხვანაირად პოლიტიკა როგორ უნდა გააკეთო, ხო? თუ არა დიალოგი თუ არა ბოლო-ბოლო პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, საუბრის ხელოვნება, ანუ საკუთარი არგუმენტების დამტკიცების, დადასტურების და დებატების მოგების ხელოვნება. ამ ყველაფერზე თუ უარს ამბობ, ნუ ცხადია რომ შენ თვითონ შედიხარ შიხში და ოცნება იქნება ეს თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, თუნდაც მხოლოდ ამის გამო მოდიან წინააღმდეგობაში ევროპულ მოდიან, ისინი ამბობენ რომ უპირობოდ არ უნდა დაიწყოს დიალოგი, იმიტომ რომ ეს წინასწარვე ძალიან წამგებიანი გზა იქნება ოპოზიციისთვის და მათი მომხრეებისთვის. ქართული ოცნება უნდა წამოვიდეს კონკრეტულ დათმობებზე, გაათავისუფლოს პოლიტიკურად მოტივირებული, ასე ვთქვათ, პოლიტპატიმრები და დანიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და შემდეგ უკვე კი ბატონო დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ოღონდ თავარი არის არა მხოლოდ არჩევნების დანიშვნა, არამედ თავისუფალ და სამართლიან პირობებში არჩევნების დანიშვნა და თქვენც ამ პირობებით ხედავთ ანუ დიალოგის დაწყებას? არა, ოცნება რა კანონებიც მიიღო ემა, ამ კანონების პირობებში, ხა ბოლო კანონებს გულისხმობ, საკანონმდებლო ინიციატივებს, ხო? ამ პირობებში უბრალოდ დიალოგს მართლა აზრი უნდა გქონდეს. ანუ ოცნება თავად ტოვებს სივრცეს. ანუ რეალურად აი ამ სიგნალი, აი თქვენ გენიშნათ მაგალითად ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის მეორე ნაწილის პასუხისგებლობაც არ არის. მაგაზე ვსაუბრობ ზუსტად, როდესაც ვამბობ სხვათა შორის, რომ თუ ევროპა გინდა პოლიტიკური დიალოგიც უნდა გინდოდეს. შეუძლია არ არის ერთმანეთთან თავსებადი, რომ ამბობდე რომ პროევროპული ძალა ხარ, პროდასავლური ძალა ხარ და დიალოგს ეწინააღმდეგებოდე, არჩევნებს ეწინააღმდეგებოდე და ასე შემდეგ. ხო და ამას ვამბობ ზუსტად, ორივეს პასუხისგებლობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ოცნების პასუხისგებლობა გაცილებით მაღალია. იმიტომ რომ ნუ მათ ხელშია სახელმწიფო ბერკეტები დღეს ფაქტობრივად ასეა, ხო, კონსოლიდირებულია ძალაუფლება მათ ხელში მთლიანად. შესაბამისად მათი პასუხისგებლობა გაცილებით მაღალია.
და კი ცდილობენ ხა ჩვენ ევროპელი პარტნიორები ხა EUTOS-ის საპარლამენტო დელეგაცია ჩვენც გქონდა შეხვედრა იცით პარლამენტში შაბათ ძალიან საინტერესო ხანგრძლივი ნაყოფიერი იმედის მომცემი შეხვედრა და ფაქტობრივად იმედის მომცემი რა თვალსაზრისით რომ ისინი მათი სურვილი იყო რაღაცნაირად დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ანუ იმიტომ იყო ემა რომ აქამდე მოდი ისიც ვთქვათ პირდაპირ რომ არ იყო ასეთი კაფიო ხო ევროპული გზავნილი რომ აი დიალოგი დაიწყეთ და რაღაცა კონსტრუქციულ ვითარებაში გადადით და ასე შემდეგ. ნუ თითქოს არ იყო ასეთი ტიპის მინიშნება. ხო, მაგრამ თქვენ თავად თქვით რომ ამ პირობებში რა კანონებიც ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში მიიღო დიალოგის დაწყებას აზრი არა. მაგის ახსნას ვუყურებ რომ ოცნებას მიემართება ეს გზავნილი. ეს არ არის იმდენად ოპოზიციისადმი რამდენადაც ოცნების მიმართ. იმიტომ რომ ოცნების მზაობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნება დიალოგი. ეს არის და ეს ახლა ჩვენთვისაც არ იყო მარტივი. ნამდვილად არ იყო მარტივი, როდესაც ბოიკოტი შევწყვიტეთ და შევედით პარლამენტში, მაშინ გამოსულიყავით და საჯაროდ აღიარება, ასე ვთქვათ, გვეღიარებინა ის რომ შეცდომა იყო პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნა. და ეს გავაკეთეთ, გვეყო ამის გამბედაობა და ვფიქრობ რომ კარგი მაგალითი ვაჩვენეთ, როგორ შეიძლება საკუთარი შეცდომა საჯაროდ აღიარო, იმიტომ რომ რაღაცას აქვს დასაწყისი, რაღაცას აქვს დასასრული. ან თქვენ ფიქრობთ რომ იგივენაირად უნდა გამოვიდეს ქართული ოცნება და აღიაროს რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც აი ადამიანები დააკავა საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, როდესაც ეს კანონები გაამკაცრა თუ იგივენაირად უნდა მოიქცეს დანარჩენი ოპოზიცია და აღიაროს რომ შეცდომა იყო საპარლამენტო ბოიკოტი. ნახეთ, ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ თუ დიალოგზე გვაქვს საუბარი, ორივე მხარეს მოეთხოვება კომპრომისზე წასვლა. ეს კომპრომისი არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამმხრივი, ხო? კომპრომისი უნდა იყოს ორმხრივი. და მინიმალური დათმობები მაინც უნდა დათმობებზე მაინც უნდა წავიდეს ორივე მხარე. და ამ შემთხვევაში უბრალოდ ამის ნიშნები არ ჩანს, სამწუხაროდ არ ჩანს. არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან, ამას ვამბობ ზუსტად. საკმაოდ ძალიან მაღალი ხომ არ არის თამას აი თუ ვისაუბრებთ იმ ოპოზიციაზე რომლის პასუხი იყო EUTOS საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებაზე რომ შარლ მიშელი 2 არ იქნება ხომ არ არის ძალიან მაღალი თამას ხო მაღლა აწეული თამასა რომ აი მოხდეს უპირობოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თუ ეს ფიქრობთ რომ უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ იმისათვის რომ გაიხსნას გზა დიალოგისკენ. რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ. ეხლა მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც არის პოლიტიკურ პარტიებში ვიზგულესნებთ, ხო? ეხლა აქ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეხლა ისე თავისი პირველ რიგში ვგულისხმობ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს ზუსტად ამინდოდა. ხო, პირველ რიგში მათ ვგულისხმობ. კი ბატონო, ზუსტად ამის მამინდოდა, რომ ეს პირველ რიგში ჩვენთვისაც ესენი არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ფაქტობრივად სრულიად გამოგონილი რაღაც აბსურდული მიზეზებით იხდიან სასჯელს, ხო? და ის რა თქმა უნდა ის თუ ვინმეს კიდევ მათ შორის რაღაც ელემენტარული გადაცდომები ქონდა, ისიც ყველაფერი ოცნების მიერ და მათი სპეცრაზმის მიერ ასე ვთქვათ პროვოცირებული იყო. და თქვენი შეფასებით პოლიტიკური პატიმრები არ არიან ის ადამიანები, ვინც მაგალითად საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზის დღეს ციხეში? მაგრამ ნუ ხეს ხალხის უმრავლესობა უკვე გარეთ არის და ნუ ეს უკვე ჩავლილია საკუთარი ისტორია და ელენე ხოშტარიამაც თავისი რაღაცა პოლიტიკური ჟესტი განახორციელა პოლიტიკური პროტესტის და ის მან სავარაუდოდ გააზრებულად გააკეთა. და წინამდე ვიცით ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე არის კიდევ აღზრული და კიდევ არ იცით ეს სასამართლო როგორ საუბრობთ ხა აქ ყველაფერთან ერთად არის სხვა ფაქტორიც, სხვა ელემენტარული ჰუმანიტარული ფაქტორია და ეხლა ოცნებას რაღაც აი სულ მინიმალური რაღაცა ჰუმანური პოზიციები კონდეს და მიდგომები კონდეს, თუნდაც ელენეს შემთხვევაში სულ სხვა გადაწყვეტილება. ზია ამაღლობელი, რომელიც ზის იმის გამო რომ პოლიციელს სილა გაარტყა. ხო? ანუ აქ თავარით ნახეთ ემა რა არის თავისთავად ფაქტი მართლაც ყველა ნახეთ რომ გაარტყა. მაგრამ აქ ამის გამ მით უმეტეს როგორ იყო ეს პროვოცირებული ეს ყველა ნახეთ, ხო? ანუ 10ჯერ მეტი დანაშაული იმ პოლიციელს და პოლიციელებს მიუძღვით იმაში სანამ ამ დანაშაულს ზალით ჩაადენინებდნენ იგივე ზია ამაღლობელს თუ საერთოდ ამას დანაშაული ქვია, ხო? რა თქმა უნდა ზია ამაღლობელი იმსახურებს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ის აჩვენებს, არ ვიცი როგორ გითხრათ, აი მართლაც სიმამაცის აი უიშვიათეს გამოვლენებას, ხო? როდესაც რა თქმა უნდა არ აღიარებს და ძალიან სწორსაც აკეთებს რომ არ აღიარებს. ეს არის მართლაც გმირი ქალი. და ამიტომაც დაიმსახურა მანს ასე ვთქვათ შეფასებები ევროპაში და პრემია ზახაროვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ
ეს თუ არ გააკეთა ოცნება, კიდევ ვიმეორებ და იგივე იმ კანონებზე თუ არ თქვა უარი. ნუ დავარქმევთ ახლა ამას უკან დახევას მაინდა მაინც, ხო? ანუ ფაქტია, რომ მან რაღაც ელემენტარული ნიშნები უნდა გზავნილები მაგრამ თქვენ თავად თქვით, რომ ჯერჯერობით არანაირი, ასე ვთქვათ, ნიშანწყალი იმისა, რომ ქართული ოცნება აპირებს კომპრომისზე წასვლას არ არსებობს, თუმცა არსებობს ვერსია, რომ შესაძლებელია იგივე აი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას დათანხმდეს და ამით თვითონ გამოიჩინოს ერთგვარი კეთილინება ინფორმაციას გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უდოსთან დაკავშირებული წესები შეიცვალა და 50% სასჯელისა არ არის საკმარისი იყოს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, მათ აუცილებლად უნდა აღიარონ ჩადენილი დანაშაული, რაც გვესმის ხოლმე სხვათა შორის ქართული ოცნების განცხადებებში საკმაოდ ხშირად. ნუ ხო გასაგებია ამ პატიმრების პოზიციის გამო, რაც არის ძალიან დასაფასებელი და ღირსეული პოზიცია თითოეული მათგანის და ეხლა თუ ისევ აქეთ წავიდა ოცნება, რომ ისევ მათ აღიარება მოთხოვოს და აიძულოს, ნუ მაშინ ამას საერთოდ რა აზრი აქვს, ხო? ამიტომ ამბობ, რომ სამწუხარო რეალობაა ის, რომ ერთის ხო ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ხედავენ უკვე დიალოგის აუცილებლობას, სიტუაციის ნორმალიზების აუცილებლობას, ამ ორპოლუსიანობიდან გამოსვლის აუცილებლობას და პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობას, მაგრამ ამის არანაირი მზაობა ამაზე არ არის ოცნების მხრიდან. კიდევ ვიმეორებ, სამწუხაროდ, ნუ გარკვეული პოლიტიკური პარტიებიც დიდად განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ უყურებენ ამ შეთავაზებას. გიორგი, ფასებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, სწორად ფასების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. აი ისე მოხდა, რომ ამასობაში სანამ სამთავრობო კომისიამ შეისწავლა ეს საკითხი, სანამ სუსი შევიდა კომპანიებში და დოკუმენტაცია ამოიღო შემოსავლების სამსახურთან ერთად. შემდეგ უკვე დროებითი კომისია შეიქმნა პარლამენტში და ის სწავლობს და დღესაც ერთ-ერთი სხდომა გაიმართა. ამას დაემთხვა რამდენიმე გარე ფაქტორი, რამაც უკვე იქონია ფასებზე გავლენა. საწვავი გაძვირდა და საწვავის გაძვირება ვიცით, რომ ჯაჭვური რეაქციით იწვევს ყველა პროდუქტის, თითქმის აბსოლუტურად ყველა პროდუქტისა და მომსახურების გაძვირებას და ლარი გაუფასურდა მნიშვნელოვნად დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ბიძგი არის იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქციის ფასი თუ უკვე არ გაზრდილა, ხვალზე დახლზე გაიზარდოს. ამას, ანუ შიდა ესეთ ერყევებთან ერთად ვხედავთ გლობალური ეკონომიკა, როგორ იცვლება და საკმაოდ მძიმე პროგნოზები კეთდება ამასთან დაკავშირებით. რა ვიცი, ამ ვითარებაში ზოგადად რამდენად რელევანტურია, როცა ჩვენ ვსჯელობთ და მე მგონი ყველამ გაიგო, რომ საკმაოდ მაღალი არის სუპერმარკეტში შესვლის გადასახადი მეწარმეებისთვის და არსებობს სხვადასხვა რესურსები ფასების შემცირების, სანამ აპრილი დადგება და ნანატრ გაიაფებულ ფასებს მიიღებს მოსახლეობა, შესაძლებელია გლობალურად იმხელა ეკონომიკური კრიზისი დაგვატყდეს, რომ ამ ყველაფერმა გადაფაროს ის დაანონსებული ფასების შემცირება. აი გლობალურ ფაქტორებსაც რომ აი დროებით თავი დავანებოთ, ფაქტი ერთია, რომ ეს კომისიები, ზოგადად ეს კამპანიური ხასიათი ამ ფასების შემცირებასთან დაკავშირებით თავიდანვე იყო ჩაფიქრებული ოცნების მიერ, როგორც მორიგი პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, ნაბიჯი და ამას არანაირი კავშირი დიალოგასთან არ ქონდა და ფიზიკურად ვერც ექნებოდა. შეთაშორის აი დღევანდელ სხდომაზე თავად ბიზნესმა დაადასტურა, რომ მათ უბრალოდ არანაირი საშუალება იმისა, აი დღევანდელი გადასახედიდან, რომ თუნდაც მინიმალურად ფასები შეამციროთ, ნუ აქ იყო საუბარი შეთაშორის ჩვენი გუნდის წევრმა დააყენა ეს საკითხი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. და ძალიან სწორია, ხა ფაქტორა გასაგებია, რომ ახლა იქ არ ვიცი, პირობითად რაღაც მაღალი ხარისხის ზვირად ღირებული, პირობითად შოკოლადის ფასის გაიაფება არ არის იმდენად პრიორიტეტული და აქტუალური ჩვენი მოსახლეობისთვის, როგორც მაგალითად ზეთზე, შაქარზე, ფქვილზე, კვერცხზე, რძის ნაწარმოებზე და ასე შემდეგ, ხო? და ამ პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე სხვათა შორის გაირკვა ისიც, რომ არანაირი რაღაც განსაკუთრებული ფასნამატი არ არის. პირიქით, მიზერული შეიძლება ითქვას მიზერული ფასნამატია. იმიტომ რომ ამას თავად სუპერმარკეტის ქსელებიც ვერ წავლენ ამ ნაბიჯზე, იმიტომ რომ ელემენტარულად არ გაიყიდებათ პროდუქცია და ამიტომ იძულებული არიან რომ მაქსიმალურად მინიმალური მარჟით გაყიდონ ეს პირველადი, ასე ვთქვათ, მოთხოვნილების პროდუქცია. და თუ ეს ნახეთ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა.
ამიტომ მინდა ბოლომდე ასე ვთქვათ ობიექტური სურათი დაგანახოთ, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს პროპაგანდისტული ამბავია და ამას არ ხო, მაგრამ თქვენც ხართ ამ კომისიის შემადგენლობაში. ამიტომაც თუ რეალურად შედეგს ვერ მივიღებთ, ჯობს ალბათ წინასწარვე მოხდეს, რა ვიცი, მოსახლეობის ინფორმირება, რომ ზუსტად და ამიტომ იყო თუნდაც ეს დღევანდელი თქვენც გეკისრება. რა თქმა უნდა, ხო და ამას ვამბობ ზუსტად, რომ დღევანდელი ეს ჩვენი კითხვები აქედან გამომდინარეობდა ზუსტად და ფაქტობრივად პირდაპირ ვაჩვენეთ. პირველი შემთხვევა იყო რეალურად, როდესაც სწორედაც რომ ჩვენი გუნდის წევრების მიერ დასმული კითხვის შედეგად გაირკვა, რომ უბრალოდ არანაირი მოლოდინი მოსახლეობას არ უნდა კონდეს, რომ ფასები რაღაც განსაკუთრებულად შემცირდება. აქ ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, აი ობიექტურად მინდა გითხრათ, აი ფასწარმოქმნის ჯაჭვში, აი რაღაცა ტიპის რეგულაციები შევიდეს, რომელიც უბრალოდ რაღაც მეტნაკლებად ნორმაში მოიყვანს ზოგადად ამ სისტემას, რაც ანუ დიდი მოლოდინები ხალხს აი ამ კომისიის მუშაობისგან რეალურად არ უნდა კონდეს, აი ეს უნდა ვუთხრათ, იმიტომ რომ ხო საკმაოდ ხანგრძლივი საჩვენებელი პროცესი იყო მესმის, მაგრამ შედეგი რა დადგება აქედან? არ დადგება და ვერ დადგება, იმიტომ რომ ეს არის განპირობებული ოცნების ძალიან მცდარი, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე. და იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითად ადგილობრივი წარმოება საერთოდ არ არის სახალისებული, იმიტომ რომ ეს, როდესაც ქვეყანა ასე დიდწილად და დიდი დოზით არის დამოკიდებული იმპორტზე, და ჩვენ როგორია, რომ მაგალითად აი ქართული კიდე რაღაც იშვიათ შემთხვევებში ქართულ პროდუქციას ვყიდულობთ, ისიც არ არის ბოლომდე ქართული. იმიტომ რომ ამ ქართული პროდუქციის წარმოების ნედლეულის 100% არის იმპორტული. და შესაბამისად, თუ აქ არ მოხდა რადიკალური ცვლილებები ეკონომიკის გაჯანსაღება კომპლექსურად და სისტემურად, ახლა მხოლოდ ფასწარმოქმნის ჯაჭვში რამდენიმე კომპონენტის იქ კორექტირება, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება თავისთავად კარგი იყოს. რა თქმა უნდა, ვერ გამოიწვევს ფასების მნიშვნელოვან შემცირებას მით უფრო პირველადი მოხმარების პროდუქციაზე და ეს დღეს ჩვენი ჩართულობით სხვათა შორის კარგად დამტკიცდა კომისიის ხდომა. მადლობა გიორგი შარაშიძე, პარტია გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რამდენიმე საათში ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე დებატები გაიმართება. თუ კი ვიმსჯელებთ რეზოლუციის რამდენიმე ვარიანტით, რეზოლუციის შინაარსიც საკმაოდ კრიტიკული იქნება. შესაძლებელია ითქვას, რომ კიდევ უფრო კრიტიკული, ვიდრე მანამდე მიღებული რამდენიმე რეზოლუცია იყო, თუმცა დებატების დაწყებამდე ჩვენ მოვისმინეთ სომხეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნა, რომ ევროკავშირის საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის, აღნიშნა სომხეთის პრემიერმა. თენგო კირთაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა. თენგო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რას უნდა მივაწეროთ, ასე ვთქვათ, ფაშინიანის ლობიზმი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იმდენად ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ პირებს არ ეხებოდა ეს გზავნილი, რამდენადაც იყო ნათქვამი ქართული ოცნების ხელისუფლების ყურადსაღებად. აი ხე გავაზიარებ ეთერს. კი ბატონო, აქვე გეტყვით, რომ უნდა გამოიწვიოთ აუცილებლად პალიტრე ნიუსის YouTube არხი და იქაც გაქვთ შესაძლებლობა, რომ გვიყუროთ. ძალიან დაგვავალებთ ამით. ხო, ფაშინიანის მოტივებში შესვლა ხე გამიჭირდება, თუმცა თუ ნახავთ ბოლო რამდენიმე კვირის პერიპეტიებს, ანუ პოლიტიკურს, ქართულ ოცნებას ჰქონდა შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და ისეთი პირი უჩანდა, რომ რაღაც მზაობა არსებობდა, რომ შეიძლება ფაშინიანს მათი საკითხი ხმოვანებინა. ან დახმარებას თხოვეს, ესე ფიქრობ? არ გამოგვიცხავ, ან თუნდაც მაგალითად იწუწუნეს შექმნილი პრობლემების გამო და ეს ფაშინიანმა თავისი ინიციატივით გააჟღერა. ანუ ფაქტი ის არის, რაც ეხა ფაშინიანმა თქვა, ის ადასტურებს კიდევაც, რომ ქართული ოცნების განხორციელებული პოლიტიკა ამ ქვეყანაში არამხოლოდ საქართველოს მომავალს უქმნის პრობლემებს, მისი მოქალაქეების კეთილდღეობას უქმნის პრობლემებს, არამედ სომხეთსაც, ხო? ანუ ტყვედ ყავს ფაქტობრივად ივანიშვილს ქართველებთან ერთად, აი სომეხი ხალხიც აყვანილი და
მით უფრო გვჭირდება ჩვენ ეხლა კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა საზოგადოებასთან ერთად, იმაზე რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ბიზნესს. ხო, მაგრამ ნახეთ, თენგო, აი მოდი ხა რეალურად ვიმსჯელოთ თუ ფაშინიანს ქართულმა ოცნებამ სთხოვა დახმარება ევროკავშირთან შუამავლობის თვალსაზრისით, ანუ რა თქმა უნდა გარკვეულ პირობებზე არის მაშინ ქართული ოცნება წამსვლელი, თორემ ხა თავისი აი ამ ჯიუტი და ხისტი პოზიციებიდან გამომდინარე, რაღაცა შუამავალი ევროკავშირთან მოსალაპარაკებლად ცოტა უფრო რთულად წარმოსადგენია. აი, რას ფიქრობთ ამაზე? ივანიშვილის წითელი ხაზი ხო პოლიტიკაში ყოველთვის იყო, რომ ის თვლიდა და ესეც ძირითადად რუსული პოლიტიკური სკოლიდან მოდის, რომ დასავლეთი არის სუსტი და ქაღალდის ვეფხვი. ანუ ის არ იმოქმედებს თანმიმდევრულად, განსაკუთრებით ევროპა, მან ზუსტად ამისთვის გამოიყენა შარლ-მიშელის ფორმატი იმ პერიოდში არსებული გამოწვევების დროებით გაყუჩება და შემდეგ ხელშეკრულებიდან გასვლა ისე თითქოს არაფერი მომხდარა და აქედან დაადანაშაულა მაშინდელი საზოგადოება ოპოზიციურად განწყობილი და ევროკავშირის სტრუქტურები. და მსგავსი მცდელობა შეიძლება ქართულ ოცნებას ისედაც ჰქონდეს, იმიტომ ეხლა ჩვენც ვნახეთ მაგალითად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ნებისმიერი ესეთი დიდი ორგანიზაცია არ არის ერთგვაროვანი, ის არსაუბრობს ერთი ხმით. იქ არის მაგალითად უნგრეთის ფაქტორი, სლოვაკეთის ფაქტორი, ლობისტებს მაგალითად ევროპარლამენტში იპოვიან, ხო, იქ არის მაგალითად ულტრა რადიკალური მემარჯვენეები და ვიღაცა ივანიშვილის გზავნილსაც იტყვის და ამ კუთხიდანაც დააყენებს საკითხს და შეეცდება ამით манипуლირებას, რომ აი მაგალითად ნაკლები კონდეს ფასი, რისი გადახდაც დაჭირდება. მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი დღეს მდგომარეობით ისეთ ვითარებაშია, კედელთან მიყენებულად თვლიდეს თავს, რომ ბევრი დათმოს. ამიტომ ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება რეჟიმთან ეხლა იმიტომ გაისმა დიალოგი, ანუ პოლარიზაცია თვითონ ივანიშვილმა შექმნა შეგნებულად ამ ქვეყანაში. არა, გასაგებია, მაგრამ ახლა რაც ნახეს, ფაქტი აღწერეს თავის განცხადებებში, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია გამოთქვეს სურვილი, რომ პირიქით თქვენს, რომ ჩვენო დელეგაციის წევრები, ზოგადად ასამბლეის წევრები, უბრალოდ ყველაფერში კი არ ვეთანხმებითო ერთმანეთსო, მაგრამ ამის გამო გაბუტულები არ ვართო და რეალურად ჩვენთან ნახეს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ერთმანეთთან გაბუტული არის. ერთმანეთთან გაბუტული არ არის და ეს შეფასებაც არასწორია. ანუ ისინი, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენთან განსხვავებული აზრი არსებობს, დიახ, პლურალისტური საზოგადოებებია დემოკრატიებში და შესაბამისად არის პლურალისტური დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი, ძალიან ნაკლებად დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი და სრულიად ლეგიტიმურია იქ განსხვავებული პოზიციები, ან ურთიერთდაპირისპირება მაგრამ განცხადებები და სულისკვეთება? იყოს სწორი განცხადებები, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია რა დასკვნებს გამოიტანს საზოგადოება. აი, რა ნაწილში იყო სწორი და რა ნაწილში იყო არასწორი. თქვენთვის როგორც პოლიტიკოსისთვის პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით იყო სწორი განცხადება, რამაც ასევე ნათლად დაჩვენა, ანუ ადამიანები ჩამოვიდნენ ამ ხელახსაზე. მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებასთან იზოლაციის პრობლემაც უდგას, ეუთოს დელეგაცია მაინც ჩამოვიდა. კი ბატონო. ფაქტობრივად რაღაც აბიჯი გადადგა ივანიშვილის მთავრობისკენ დახმარების გზით, ხო? მაგრამ არ მიცეს პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების მონახულების უფლება, გასაგებია, მაგრამ კეთილინება თუ მაგალითად არსებობს ხა და რაღაც მართლა პრაგმატულად უნდათ გამოწვევების გადაწყვეტა, იქ, როდესაც დელეგაცია ჩამოდის, ამაზე არ უნდა გაუჭედო. ეს ერთი. მეორე ის, რომ რეპრესიულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით იყო ძალიან ცხადი, ცალსახა განცხადებები, რომელიც ამბობს, ეს არ არის თავსებადი ევროპულ ოჯახთან. ჩვენ შეიძლება არ ვიცი, ბევრი ცუდი პოლიტიკოსი გვყავდეს. ეკონომიკას შეიძლება დღეს უჭირდეს, მაგრამ საზოგადოება და სისტემა ისე გვაქვს გაწყობილი, სადაც განსხვავებული აზრი არის მიღებული, ლეგიტიმური, მას აქვს საფუძველი და მას იცავს კანონი. ეს არის ევროპის ძირითადი. სავარაუდოდ არ მოგეწონათ ის ნაწილი, სადაც ეუთო საუბრობს იმაზე, რომ ბოიკოტი არ არის კრიზისიდან გამოსავალი. მივედი ხა მაგამდე. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ დღეის მდგომარეობით მაგალითად ეუთოს შუამდგომლობით რაღაც მიმსგავსებული ფორმატი, როგორც შარლ-მიშელი 2 შეიქმნას, ხო? მაშინ ჩვენ შევდივართ ტყვეებით ვაჭრობის ბიზნესში. ტყვეებით ვაჭრობის ბიზნესს ახასიათებს შემდეგ. ის იმდენად მომგებიანია ტერორისტისთვის,
რომ ყოველთვის ჯერ ესერთიც სათავისოდ იყენებს ამ ვითარებას და მეორე ის რომ მას აქვს სტიმული მომავალშიც იგივე აკეთოს. ანუ გაუშვებ 20 როცა დაგჭირდება დაიჭერ კიდე 15-ს. ან 25-ის გათავისუფლების ერთ-ერთი გზა, ამ შემთხვევაშიც არ ღირს თენგო. შარლ მიშელი 2 ამ ქვეყანაში არ იქნება. დემოკრატიული ოპოზიციის მონაწილეობით ტყვეებით ვაჭრობის ლეგალიზება არ მოხდება. ვინც არ უნდა ჩაერიოს, ეუთო საპარლამენტო დელეგაცია კი არა. თან არ ყოფილა ეს მოთხოვნა, ხო? ეხლა ჩვენ დაშვების დონეზე ვსაუბრობთ. არა, მოთხოვნა რა იყო შემოთავაზება, რომ დაიწყეთ დიალოგი მათ შორის ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ხო? ანუ თუ დიალოგის დაწყება არის გზა ამ ადამიანების ციხიდან გამოყვანის, ამ შემთხვევაშიც არ ღირს დიალოგის დაწყება და ლაპარაკი ქართულ ოცნებასთან. ჩვენ მოგვიწევს რეჟიმთან დიალოგი. მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას არ ექნება ხელში ბერკეტები, რომ ეს პროცესი მართოს და თავისი პირობები გაიწაროს. ეს კარგად ამიხსენეთ. ეს მაშინ მოხდება, როდესაც თუ მე აღარ ვარ ხელისუფლებაში, რაღაც გინდა ჩემთან დიალოგი. ხელისუფლებაში იქნება, ოღონ ის იქნება იმდენად დასუსტებული და მისი ვერტიკალი იქნება იმდენად ჩამოშლილი, რომ მას არ ექნება შესაძლებლობა დააყენოს აი ესეთი პირობები, როგორცაც აყენებს დღეს. ეს არის სუსტის პოზიციიდან და დღეს რადგანაც ფაქტობრივი ძალაუფლება ივანიშვილის სახელში, ის საუბრობს ძლიერის პოზიციიდან და ჯერჯერობით მისი ვერტიკალი არ არის საკმარისად ჩამოშლილი. ძალაუფლების ვერტიკალი. როგორც კი ძალაუფლების ვერტიკალი ჩამოიშლება, ისე როგორც გავიხსენოთ ორი კვირის წინანდელი შემთხვევა, როდესაც დასანქცია იმედი და პოსტივი იმ დილით გამოვიდა კობახიძე და გააკეთა განცხადება, რომ ყველა სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურები დაუდგებით იმედს და ამ ტელევიზიებს გვერდით. ამ განცხადებიდან კონკრეტულ მოლოდინებს ეფუძნება თქვენი პროგნოზი, რომ მოუწევს ქართულ ოცნებას. აი მითხარით რა შეგიძლიათ? ზუსტად, ანუ ეს მოლოდინი კი არ არის, ეს რეალობა, ზუსტად ესე მოხდება. კობახიძის განცხადებიდან, რომ ვერავინ ვერ უღალატებს იმედს და პოსტივის, 2 საათში ბანკებმა შეწყვიტეს თანამშრომლობა ამ ორ ვითომ ტელეკომპანიასთან სინამდვილეში რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებთან და 3 საათში სამეთვალყურო საბჭოს 5 წევრიდან 4-მა მიმართა რეს, რომ მოიხსნა უფლება მოსილება, ანუ გაიქცნენ გემიდან, რომელიც იძირებოდა. ეს მიუხედავად კობახიძის განცხადების, რომ არაფერი მსგავსი არ მოხდება, 5 საათში ჩამოეშალა. ასე ფუნქციონირებს ზუსტად ვერტიკალი ჩამოქცევის სისტემა. იმისათვის, რომ ჩვენ ქართული ოცნების ვერტიკალი უფრო ეფექტურად ჩამოვშალოთ, ოპოზიციის ალიანსს აქვს ძალიან ბევრი სამუშაო. თქვენ ახლა ამბობთ, რომ ოპოზიციური ალიანსი ან ზოგადად ოპოზიცია საკმაოდ სუსტ პოზიციაში იმყოფება, ამიტომ აი ამ პოლიტიკურ, არ ვიცი, ვაჭრობაში თუ დიალოგში შესვლა ძლიერ ქართულ ოცნებასთან, რომელიც ძლიერი პოზიციები აქვს, არ ღირს. მე არ ვიტყოდი სუსტ, მაგრამ ეს არის რაღაც გარდამავალი პერიოდი, ანუ ჩვენ არ გვაქვს ჯერ ისეთი ვითარება შექმნილი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად. ან თქვენთვის არ არის მომგებიანი ახლა დიალოგში შესვლა თუ არ არის ქვეყნისთვის არ არის, ანუ არ არსებობს ამ კონტექსტში ოპოზიციისთვის მომგებიანი თემა. ანუ ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან ამოვიდათ, პროტესტის ინტერესებიდან ამოვიდათ და როცა თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება არ არის ეს თემაო, ჩვენ სინდისის პატიმრებს, ან გმირები არიან თავისი საქციელიდან გამომდინარე, ან როგორც დაჭერის შემდეგ, როგორც იქცევენ ეს ადამიანები. ეს ამ ადამიანებს ძალიან მარტივად შეუძლია თვითონ გამოვიდნენ. ანუ ხო ხვდებით, რომ შეწყალებით მიმართავენ შეწყალებს, არცეც არ გაუკეთებია ეს. 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმრები ყავს და არცეც არ გაუკეთებია. ამ ადამიანებს ზუსტად გათვითცნობიერებული რისთვისია? ანუ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენისთვისია. და მათი თავისუფლება შესწირეს ამ საქმეს. ერთსაც კითხავთ, გარეთ გამოსვლა კი არ არის მათი მთავარი მიზანი. ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გადარჩენაა მთავარი მიზანი. და ამას უნდა შეუწყოს სწორედ პოლიტიკურმა სპექტრმა ხელიც, იმიტომ დაკვეთა ეს არის. ხო, პოლიტიკური სპექტრის ხელშეწყობაზეც ვიტყვით აუცილებლად. ან თქვენ ამბობთ, რომ ქართულ ოცნებასთან დიალოგი იქნება, მაგრამ ახლა არა. არა. და არა ამ პირობებით, როცა ეხა მაგალითად რაღაც შეიძლება გვევაჭრებოდნენ, მოდი რა 20 წყვეს გამოუშვებ და თქვენ რაღაც გვაღიარეთ როგორც ხელისუფლება. არა, ეს არის ნებისმიერი მსგავსი ტიპის დიალოგი, ნიშნავს
დიქტატურისთვის უფრო მეტი საფუძვლის შექმნას ამ ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების, ადამიანების კეთილდღეობაზე ხაზის გადასმის და ამაში ხა მონაწილეობა თუ ვინმე სურს და თავისავს ოპოზიციონერს ეძახის. ხო, აი ნახეთ, რატო თქვენც ასეთი განცდა დაგრჩათ და შთაბეჭდილება სხვა არა ალიანსში შემავალი ოპოზიციური ფლანგიდან, რომ შესაძლებელია ვიღაცას სურდეს ასეთ დიალოგში მონაწილეობის მიღება. არ მიღება. გამომიცხა, ხო იცით, ქართული პოლიტიკური სპექტრი არის ჭრელი. ხო, არა, ძალიან ჭრელიც არ არის. მოდი ორ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე ვისაუბროთ. აი დავიწყოთ ლელოდან, ხო? ლელომ თქვა დღეს, რომ აუცილებელია აი ამ საჭიროა დიალოგის სუსტ ციტირებას მოვიყვან კუპრაძის განცხადების, საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა კრიზისი განვიმუხტოს. უნდა გადაიჭრას ორი მთავარი პრობლემა: სამართლიანი არჩევნების საკითხი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემს საავტორო ტექსტშიც მეწერა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ლელოს განცხადება იყო საკმაოდ ისეთი ორაზროვანი და სივრცე მაინც დაიტოვა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. რატო? სისუსტეს აჩვენებს, იმიტომ შენ თუ ამბობ რუსული რეჟიმია და კაციაგელი ავტოკრატიის კონსოლიდაციას აკეთებს და შეიძლება დიქტატურა დაამყაროს ქვეყანაში, ანუ თავისი არსით ესეთი დესპოტი ადამიანი, ხო? მასა მიდიხარ თხოვნებით. თხოვნებით და თხოვნებით. ხომ არ დაუკონკრეტებიათ, ჯერ თხოვნებით მიდიან და აბა რითი მიდის? 100,000 ადამიანი დგას ლელოს ხალდაჭერი ქუჩაში, ანუ შექმნა უკვე ისეთი განწყობა გარეთ და ისეთი დუღილის ტემპერატურა, რომ ეს თხოვნა კი არ იყოს, არამედ მოთხოვნა იყოს. ხო არ შეუქმნია. ანუ დღის მდგომარეობით ეს ამბობენ რომ შემოგიერთდებიან, ანუ პროტესტში შემოგიერთდებიან. გასაგებია, მაგრამ მაშინ რატო არ უნდა აკეთებდეთ დღეს ამ განცხადებას? მაშინ უნდა კონდეს განცხადება, მაშინ როდესაც ივანიშვილის რეჟიმი გვიყოლება კუთხეში მიყენებოდა, მას არ ექნება შესაძლებლობა ტყვეებით ივაჭროს და რაღაც სხვა პირობები დააყენოს, რაც არ მოიცავს თავისი არსით თავისუფალ არჩევნებს გამორიცხავს, ხო? როცა არ ექნება შესაძლებლობა, აი მაშინ დავჯდებით მაგიდასთან და დავაპარაკებით. აი ამ თუ თქვენთვის ეს განცხადება არის სისუსტის გამოვლინება, მაშინ რად შეიძლება გადაიზარდოს ეს სისუსტე ამ დაშვებას არ აკეთებთ? ნუ მე ხარ იმიტომ რომ შესაძლებელია ხო როგორ ვილაპარაკო, ან რისკები ზოგადად არსებობს პოლიტიკაში, მაგრამ ჩვენ რისკები რისა, ანუ ეს პოლიტიკური ძალა იყო, რომელმაც თქვენი ბოიკოტის საპირწონედ ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. როგორც პოლიტიკოსი, ხო, აკეთებთ თუ არა, უშვებთ თუ არა იმ შესაძლებლობას, რომ თქვენ თუ არ დასხდებით დიალოგში, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებასთან, გამოიძებნება ოპოზიციური ძალები, ვინც ამ დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ შედეგსაც დადებენ. იმის შეფასება ეხა რომ 4 ოქტომბერში არჩევნების თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესვლა სწორი იყო თუ არა, ლელოსთან დისკუსია საჯაროდ ან თუნდაც ისე არასაჯაროდ არაფერს არ მოგწევს, იმიტომ ჩვენ თვლით რომ შეცდომა დაუშვეს, ისინი ამ შეცდომას არ აღიარებენ და თვლიან რომ შეიძლება ბოიკოტი იყოს შეცდომა. მაგრამ ამის და მიუხედავად რეალურად რა მოხდა ამ ვითომ არჩევნებში და არჩევნების შემდეგ, ხო დაინახა. ანუ იქ როდესაც ძირითადი ოპოზიციური სპექტრის გარეშე არჩევნებში შედის, გამოდის, რომ ფაქტობრივად ლეგიტიმაციას აძლევს ამ არჩევნებს, მაგრამ ქართული ოცნების ძალაუფლებას ხო ვერაფერს ვერ უშვება. და შემდეგ ვიღაცა ეტყვის, რომ მაშინ გამოვიდა, რომ თქვენ მოსაგებად კი არ შეხვედით და ამ ქვეყნის საქმის გასაკეთებლად კი არ შეხვედით, არამედ შეხვედით, იმიტომ რომ რამდენიმე საპარლამენტო მანდატი აგიღოთ და ეს არც თუ ისე უსაფუძვლო ბრალდება გამოვადა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ლელოსთან კონსულტაციებით, იმიტომ ასე თუ ისე ალიანსის წევრი რიგი პარტიები და პოლიტიკოსები ხაზი არიან და მე ვფიქრობ, რომ პოზიციების დაახლოება მოხდება ლელოს და ალიანს შორის აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც. ანუ არ ვარ ძალიან სკეპტიკურად განწყობილი. კი ბატონო, კარგი და გახარიას პარტიის განცხადება, აგერ გიორგი შარაშიძეც იყო თქვენამდე, ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დიალოგის დაწყება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მაგრამ თუ კი ვინმე უშლის ამას ხელს, ეს არის ქართული ოცნება და ნაციონალური ნაციონალურ მოძრაობას ამბობენ და ხომ იცით რომ თქვენც გულისხმობენ. ხო, ნუ გასაგებია ხა, ნუ რაზე უნდა ვილაპარაკო. ეს
შევიდნენ ხელფასის გამო პარლამენტში, თან შევიდა ის ადამიანები, რომელსაც მანდატი საერთოდ არ აუღიათ ამ მომრჩევისგან, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ მეორე 12-ეული შევიდა, ხო? ანუ ლეგიტიმური. ხო, მაგრამ ეკუთვნოდათ კანონით ახლა ხო შეპარულა. გასაგებია, მაგრამ ანუ პოლიტიკოსი რო ხარ და რაღაც განცხადებებს რო აკეთებ, შენი ადგილი ხო უნდა იცოდე, ანუ მანდატ ლეგიტიმაციაც კი არ მიუღია ადამიანებისგან. იმ 12 ადამიანმა მიიღო. იმ 12 ადამიანიდან ნახევარზე მეტი ლიდერი ვინც იყო დღეს პარტიაში არ არის. და პარტიის თავმჯდომარე ვინც არის და ვისი სახელიც ქვია, საერთოდ გაქცეულია ქვეყნიდან. ანუ პოლიტიკური ლიდერი ვარ და პასუხისმგებლობა ადგილზე დარჩენით კი არა იყო. წავიდა და იქნა რაღაც ჩარტვებს აკეთებს და ეხლა შეიყვანა თავისი მეორე გუნდი. ნუ ეხლა რა არის მაშინ, ხო? ნუ აი შეხედეთ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს, რომელსაც 7-დან 15 წლამდე ელოდება აგერ ციხედან, ჰქონდა შესაძლებლობა რომ გასულიყო და შემოუთვალა კიდევაც რეჟიმმა, რომ თუ პოლიტიკურ წინააღმდეგობას შეწყვეთ, ხო, ეს საქმეებიც არ იარსებებს. როგორც წესი ხო ესე მოქმედებს, ანუ ივანიშვილი. და ამიტომ ეხა არ ვიცი ხა მათგან რაღაც საჯაროდ ასეთი შემოთვლა არა საჯაროდ არ იქნება, მაგრამ ეს ძალიან მიღებული პრაქტიკა, ანუ შენ თუ არ ხარ გაქვთ რაიმე ინფორმაცია რომ არ დავადასტურებ არა, შენ თუ გააქვს რამე საფრთხე, არ წამოადგენ საფრთხეს ივანიშვილისთვის, ის მანიაკი არ არის რომ საფლავამდე გზდიოს წყნარა თუ იქნები შენთვის თუ არაფერს არ გააპროტესტებ, იყავი რა, იცხოვრი ამ ქვეყანაში, მაგას ხო ამბობს კიდევაც როგორც კი პროტესტ შეწყვი, როგორც კი წინააღმდეგობა არ იარსებებს, ყველაფერი კარგად იქნება ამ ქვეყანაში. ანუ გახარიას დაბრუნების მოლოდინიც გაქვთ თქვენ? არა, გახარიას დაბრუნების მოლოდინი როგორ უნდა მქონდეს? არ ვიცი, თვითონ წავიდა და ეხა ივანიშვილთან რაც დაალაგდება, რას იმას იზამს, ეს საერთოდ არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეხა განცხადებებს აკეთებს, უკანასკნელი ქოცი არ აკეთებს ზედ განცხადებებს, ხო? არ ვიცი, მაშინ გაერთიან დაბრუნდნენ ისე პარტიაში. რატო არიან გამოყოფ? ხალხის ზალა ხო? იყო ეს ვერსიაც, რომ შესაძლებელია ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კარტი არის, რომელსაც გაათამაშებს ივანიშვილი, მაშინ, როდესაც ამის საჭიროებას დაინახავს. ნუ ეგეც ისეთი ის არის ვერსიებიდან არის საქართველოში რთულია რაღაც გამორიცხვა, თუმცა ეხლა მაგაზე ჩვენ აქ ვერ ვილაპარაკებთ. ფაქტი ის არის, რომ სრულიად უსაფუძვრო ბრალდებებს ისვრის ეს პარტია. ფაქტი ის, რომ მათ წინააღმდეგობას, ანუ ქართველი ხალხის 14 თვიან უწყვეტ ბრძოლას, პროტესტს, რეპრესიების წინაშე, რეპრესიებთან შეწინააღმდეგებას ჩვეულებრივად უღალატეს, ხო? რომ პარლამენტში რაღაცა თითქოს უნდა გადაუდგათო და ეხლა რასაც აკეთებენ პარლამენტში ხო ყველა ხედავს, არ ვიცი. კოლეგებო აღიარებენ და ეხლა არ მაქვს მაგათთან დაკავშირებით მოლოდინი, რომ უცებ რევოლუციონერები გახდებიან პარლამენტიდან და რასაც ქართული ოცნება გადმოაგდებს, იმაზე არ დათანხმდები. ალიანსისგან რისი მოლოდინი გაქვთ? აი ქართულ ოცნებას აქვს მოლოდინი, რომ დიდი დღე არ უწერია და ძალიან მალე დაიშლება. ხო, ხედავთ გარკვეული ასე ვთქვათ, ბზარებს ვერ დავარქმევთ, მაგრამ გარკვეული ასე ვთქვათ, წინააღმდეგობები სახეზია. ნებისმიერ გამოწვევაში ვცდილობ დავინახო პოზიტიური და ვხედავ კიდევაც და ის რაც იყო თქვათ ეხლა ხო რა არის პოზიტიური იმაში როდესაც პეტრე ცისკარიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ რა არის უბრალოდ დაუპირისპირდნენ არა პეტრეს მიუთითეს იმაზე რომ ის შეთანხმებულ წესებს არ ღვევდა და ეს არ ეხებოდა თამარ ჩერგოლეიშვილს არამედ ეხებოდა თავისუფლების მოედანს და ეხებოდა შეთანხმებას რომ იმ პარტიებს რომელთან ერთადაც ხარ ალიანსში თავს არ ესხმე ხო და განსაკუთრებით არ ესხმე ეგეთი აბსურდის გამო და ეს დაარღვია პეტრემ ამაზე მიუთითეს ნაციონალურ მოძრაობამ ლიდერობამ ამ პარტიის რომელიც ჩართული არის ალიანსის პროცესში ძალიან ადეკვატურად, ძალიან სწორად და ძალიან დროულად იმოქმედეს, იყო განცხადება გაკეთდა ოფიციალური და ამით ამოიწურა ეს თემა და ამანაც აჩვენა მათ შორის ამ შეთანხმების და ალიანსის ფორმატის განსხვავება წინა რაღაც მსგავსი ფორმატებისგან, რომ არსებობს წესები და ამ წესებიდან ამოსვლა და პრობლემების გადაწყვეტა არის გაცილებით მარტივი და არსებობს შიგნით მზაობა, რადგანაც პოლიტიკოსებს აქვთ თანახული პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში იმოძრავონ და ეს არის ძალიან კარგი და თუმცა ალბათ წესების დარღვევასაც აქვს თავისი ლიმიტი, ხომ არ შეიძლება ხომ მუდმივად არღვევდე წესებს და ეგ თვითონ ან სწორი სტიმულებს, როდესაც ჩააშენებს სისტემაში და წესი სწორედ ეს სწორ სტიმულს წარმოქმნის, თუ ერთხელ დაარღვიე და ბოდიში მოიხადე პირობითად, მეორეჯერ ბოდიში მოიხადე, უკვე საზოგადოებრივ აღქმაში გაზიანებს, ხო? ნუ ეხა მაშინ რატო იხდი ბოდიში, მაშინ არ დაარღვიო, ადეკვატურად უნდა მოიქცე და ეს არავის არ უნდა.
მათ შორის სადაც მაგალითად საქართველოს შეიძლება არ არსებობდეს საზოგადოებაში ისეთი მაღალი პასუხისმგებლობის განცდა და დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების მიმართ და უფრო ემოციური დამოკიდებულება მაქვს, რომ აი ეს მომწონს და ამიტომ ხარს უჭერდა თუ შეცდომა დაუშვა ბევრი შეიძლება ვაპატიო. სხვაგან საითაც გვინდა ევროპულ ოჯახში ეს უფრო ინტეგრირებულია პოლიტიკურ პროცესში და ამით იგებს კიდევაც ევროპული დემოკრატია და ზუსტად ეს გვინდა საქართველოშიც. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შეგახსენებთ, რომ თენგო კირთაძე, ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რეკლამის შემდეგ შემოგვიერთდება თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვავეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი, მისგან უფრო დეტალურად გავიგებთ, რა მოლოდინი უნდა გქონდეს მოსაოდნელი დებატებისგან, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება ევროპარლამენტში და ჩვენს გადაცემას გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი დაასრულებს. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, როგორც უკვე გითხარით, ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით საგანგებო დებატებისთვის ემზადება. უკვე ვიცით წინასწარ, რომ დაახლოებით 11 მომხსენებელი გამოვა დღეს აი ამ დებატების მსვლელობისას. ვინ დაიცავს საქართველოს ინტერესებს აი ამ დებატების დროს, ეს არის შეკითხვა. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს ფუნქცია ითავონ იმ დეპუტატებმა, ქართული ოცნების იმ დეპუტატებმა, რომელიც ამ წუთებში სტრასბურგში იმყოფებიან, ქართული ოცნების წევრები გიორგი ჩაკვეტაძე და ვახტანგ თურნავა არიან სტრასბურგში და როგორც მათ მიერ გაკეთებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, ისინი ხვდებიან იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც იზიარებენ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს. რაც ნახეთ აქამდე ევროპარლამენტში საქართველოს ინტერესებს იცავს, ყოველ შემთხვევისთვის ასე გამოუვიდა ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან ძალიან საინტერესო იყო მონაკვეთი, სადაც ის საუბრობს საქართველოს და ევროკავშირის შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე, ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვა. ჩვენი თხოვნაა ევროკავშირის საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდესო, ასეთი მოწოდება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი გვერდება. თამარ, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა, ასე ვთქვათ, ფაშინიანის ეს სურვილი მოწოდება, რომლის ადრესატებიც არიან, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, იქნება თუ არა შესმენილი, გაგონილი მისი ეს სურვილი და მოწოდება? მოგესალმებით ემა, მივესალმებით თქვენს მოყურებელს. ჩემი აზრით, ფაშინიანის ეს სიტყვები და მოწოდება მოსმენილი იქნა, გაგონილი იქნა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაშინიანის სურვილის მიხედვით იმოქმედებს ევროკავშირი, რა თქმა უნდა. ანუ ძალიან ლოგიკურია, რომ ფაშინიანს ესეთი მოწოდება ჰქონდა, იმიტომ რომ ეს არის სომხეთის ინტერესში, სახელმწიფოებრივ ინტერესში. რადგანაც სომხეთი ხვდება, რომ თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე გაიჭედა, ასე ვთქვათ, სომხეთი წინ ვერაფრით ვერ წავა, იმიტომ რომ მართლაც არიან საქართველოზე დამოკიდებულები და ამიტომ ითხოვენ აი ამ დიალოგის თუ ასე ვთქვათ, ურთიერთობების გადაწყვეტას, მაგრამ ამავე დროს ეს დიალოგი თუ ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და მაშინაც საქართველოს თავი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დიალოგი არ შედგეს, რა თქმა უნდა, ეს მოწოდება შეიძლება საქართველოში უკვე გამოითქვა თამარ ვერსია, რომ ფაშინიანს ამ ასე ვთქვათ გზავნილების გახმოვანება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან სთხოვეს საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ის რამდენიმე დღით იმყოფებოდა თბილისში და შეხვდა მათ შორის მის ქართველ კოლეგასაც. დიახ, ეს შესაძლებელია, მე არ ვიცი რამდენად ეს ასე არის, მაგრამ ისედაც გეოსტრატეგიულად როცა შეხედავთ სომხეთს, მისი ინტერესშია საქართველოს იყოს
ევროპასთან რაც შეიძლება მეტად ინტეგრირებული, რომ სომხეთსაც გაუადევნდეს ეს ინტეგრაცია. და შეიძლება აქ ეს ელემენტის დავამატოთ, თუმცა ეს ვარაუდია და ჩემი აზრით ყველა ვარიანტში მას შეიძლებოდა ეს სიტყვები გაგუგო ასევე მის მოწოდებად საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო მთავრობისადმი, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოვდნენ, რადგანაც ეს არის სომხეთის სახელმწიფოებრივ ინტერესში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს პირველ რიგში საქართველოს ინტერესიც, რომ დაახლოვდეს ევროკავშირთან და ეს ინტეგრაცია გააგრძელოს, რაც აქამდე 30 წელი საქართველოს ამისთვის ბევრი იშრომა, მაგრამ როგორც ვატყობთ, ეს ასე არ არის, ამიტომ ეს არის, ასე ვთქვათ, ფაშინიანის კეთილი სურვილები, რაც რა თქმა უნდა არის პირველ რიგში სომხეთის ინტერესიდან გამოსული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფაშინიანმა ამ დროს უთხრა ევროკავშირს, რომ შენ თვალი უნდა დახუჭო იმაზე, რასაც საქართველო აკეთებს ამ დემოკრატიას რა უქმნებს ქვეყანაში, საქართველოს მთავრობაზე ვაბობ და ამავე დროს ფაშინიანს ეს არ უთქვას, ანუ არ მივაწეროთ მას ის რაც მას არ უთქვას. კი ბატონო, როგორც ვიცით, წინასწარ, არ ვიცი რამდენად ზუსტი ინფორმაცია მაქვს, 11 ასე ვთქვათ გამომსვლელი ეყოლება დღევანდელ დებატებს საქართველოსთან დაკავშირებით, ხომ არ შევიდა გარკვეული კორექტივები დღის წესრიგში, მათგან თუ იქნება ისეთი, ვინც შეეცდება საქართველოს ინტერესების ასე ვთქვათ დაცვას ამ შემთხვევაში, უпростоროდ ქართული ოცნების ინტერესების დაცვას და არა საქართველოს ინტერესების დაცვას, იმიტომ რომ სწორედ საქართველოს ინტერესებს ემსახურება ეს დებატები მთლიანობაში და ზოგადად რა ვიცით უკვე რეზოლუციის შეჯერებული ტექსტის ვერსიის შესახებ? ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, არახანგრძლივი დებატები, მოკლე დებატები ქვია ამას, ამიტომ არის 11 ადამიანი ან გამოსვლთა სიაში, ამ სიის შეცვლა აღარ მოხდება, იმიტომ რომ ეს უკვე არის დადგენილი, გარკვეული რთული პროცედურა არის, რომლის მიხედვითაც ჯგუფებს ეძლევათ ეს სასაუბრო წუთები, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, იქ იქნება 1-2 აუცილებლად ორბანის პარტიიდან, რომელიც სუვერენულ ევროპულ ნაციებს მოიცავს, ასე ქვია და სუვერენისტები და რომლებიც ღიად არიან ხოლმე ქართული ოცნების ლობისტები ევროპარლამენტში, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა როგორც იცით ყველაზე პატარა ჯგუფი, მათ შორის ერთ-ერთი თავისი პროექტის დადესა რეზოლუციის, სადაც აშკარად მოუწოდებენ თავის კოლეგებს, რომ საქართველოსთან სწორედ ესე ყველანაირი დიალოგი აწარმოოს საქართველოს დღევანდელ მთავრობასთან, არ ჩაერიოს მის მიერ შინასაში პოლიტიკაში, ანუ რასაც საქართველოში ეს მთავრობა აკეთებს და ეს არის ძირითადად ის ხალხი, რომელიც საერთოდ ევროკავშირის წინააღმდეგიც არის, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ეს ადამიანები არიან ცოტანი და მათ არ არის გავლენა არ აქვს საბოლოო ტექსტზე თუ საბოლოოდ აი დებატების საერთო გარემოზე. ხა რა თქმა უნდა ეს პროპაგანდისტული მედია თუ მთავრობის სხვა არხები ალბათ მათ გამოსვლებს ამოჭრიან და დაატრიალებენ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 2 11-დან, ან შეიძლება იყოს 1 ადამიანი. დანარჩენები, რა თქმა უნდა, იქნებიან კრიტიკულები, რადგან სიტუაცია საქართველოში ძალიან ცუდად ვითარდება და ამიტომ მათი კრიტიკა მეტად გაისმება. და ძირითადი მოწოდებები, რაც ვნახეთ, რაც აისახება რეზოლუციაში, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და აი ამ პოლიტიკურ რეპრესიაში დამნაშავე პირების პერსონალური სანქცირება. რას უნდა ველოდოთ უკვე რეზოლუციის შეჯერებული ტექსტის კენჭისყრის შემდეგ, რამდენად სწრაფად გახდება ეს რეზოლუცია ევროკომისიისთვის გადაწყვეტილების მიღების საგანი და შემდეგ უკვე ევროპის საბჭოს მიერ. ხო, ეს ტექსტები ერთმანეთს ძალიან ეთანხმება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჯგუფის იქ 7 ტექსტია სხვადასხვა და ჩემი აზრით ძალიან ადვილად შეიძლება და ასეც მოახერხებდნენ უკვე ჩემი აზრით ამ საღამოს შეაჯერებდნენ ალბათ უკვე იქნება ეს პროექტის სახით სანამ კენჭი არ ეკნება ხვალ და ეს რეკომენდაცია თუ ეს რეზოლუცია გადაეგზავნება შემდეგ როგორც თქვენ დავნიშნეთ ლიდერთა საბჭოსთან და კომისიასაც. ეხლა რა თქმა უნდა იქ თავარი ეს მოწოდებები დარჩება, ანუ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას რომ ველა პოლიტიკური პატიმარი თუ სინდის პატიმარი გაანთავისუფლონ დასაჯურის ადამიანები, ვინც მათ საქმე
კონათხელი დაადო თუ საქმე შეუკერა, ასე ვთქვათ, რაც ძალიან რა თქმა უნდა ევროკავშირმა და ევროპαϊκის რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება მთლიანად სისტემის და მთლიანად მთავრობის სურვილით, ამიტომ ეს არის აუცილებელია ევროკავშირმა ეს თქვას, იმიტომ რომ მან უნდა მოუწოდოს ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანას ამ შემთხვევაში საქართველოს, რომ შეასრულოს მისიის ძირითადი ვალდებულებები, რაც სხვათა შორის არა მხოლოდ როგორც კანდიდატმა, არამედ თავიდან როგორც ევროსაბჭოს წევრმა აიყო. ანუ ქვეყანამ, რომელიც 30 წლის წინ გახდა ევროსაბჭოს წევრი და რომელმაც აიღო თავის ვალდებულებები, რომ ადამიანის უფლებებს არ დაარღვევდა და ასევე არ შეზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას და არ შეზღუდავდა მაგალითად იგივე ტროტუარზე მდგარ ადამიანს, რომელიც რაღაცას აპროტესტებს მშვიდობიან. ეს არის ძალიან მიუღებელი, როგორც ვიცით. მე მგონი ეს ყველა ვიცით, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია ჟურნალისტები ისხდნენ ციხეში, ან პოლიტიკოსები, ან რაღაცა პოლიტიკური პარტიები აიკრძალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან თქვენი ოპონენტები. და ამას რა თქმა უნდა ევროკავშირი ხა არც არანაირად არ დაუშვებს იმას, რომ ეს არ თქვას. ამას ღიად ამბობს დიდი ხანია უკვე ასეთ რეზოლუციებს იავს ხოლმე ევროპარლამენტი და გვაქვს ბევრი სანქციების მოწოდებაც აი პიროვნებებზე, რომლებიც წყვეტენ საქართველოს ბედს დღეს და არიან ასე ვთქვათ მთავარი ფიგურები ქართული ოცნების. ეხლა რამდენად ეს ტექსტი უკვე დღესვე გადაითარგმნება სანქციების პოლიტიკაში, ამას რა თქმა უნდა ძალიან რთული ასე ვთქვათ პროცესი მოსდევს, იმიტომ რომ ყავს ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დიდი ხანია უკვე ბლოკავენ მსგავსი ევროკავშირის დონეზე საერთო ზოგადი სასაქციო პოლიტიკის სანქციების წარმოებას საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს და რა თქმა უნდა როგორც ვიცით, ორბანმა შეიძლება მოშორდეს უნგრეთის მთავრობას და აქედან გაადვილდეს, მაგრამ ამავე დროს შეიძლება ველოდოთ სხვათა შორის ასეთ განვითარებას, მაგრამ ამავე დროს აი ამ რეზოლუციების მთავარი მიზანი და მიზანის არის რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანოებმა, როგორც არის ევროკომისია და როგორც არის ლიდერთა საბჭო, გაატარონ ის პოლიტიკა, რასაც ევროპარლამენტი ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად სანქციების მხრივ ასე სწრაფად ვერ ტარდება სანქციები, ეს პოლიტიკა მაინც ასეთი იყოს, ანუ მოეთხოვოს, რაც არის სხვათა შორის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის იგივეა, ხო? ეს არის დაფუძნებული იმაზე, თუ როგორ მიდის წინ დემოკრატიული რეფორმების ქვეყნები და იმის მიხედვით ხდება ამ ქვეყნებთან ურთიერთობა და ამიტომ საქართველოს მხრივ, როცა საქართველო არ მიდის წინ პირქით უკან მიდის, ამას ეუბნებიან და ეს პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ეს არის შიდა დოკუმენტი იმისთვის, რომ ევროკომისიამაც და ევროპის ლიდერთა საბჭომაც, ევროკავშირის ლიდერთა საბჭომაც გაითვალისწინოს ევროპარლამენტის აზრი, რაც სხვათა შორის უკვე არის გამოხატული ევროკომისიის და საერთოდ ევროკავშირის ქმედით ნაბიჯებშიც, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ლიდერთა საბჭოში იყო საუბარი სერიოზულად და გრძელდება დღესაც პულების სპორტის დასანქცირების შესახებ და ევროკომისიამ კი უვიზო რეჟიმის ცვლილება შეიტანა უკვე, ანუ ეს პოლიტიკა არის საერთო პოლიტიკას მინდა ვთქვა. მადლობა თამარ გუგულაშვილს, ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი შემოგვიერთდა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. სიმართლე გითხრათ, სათვალავიც კი ამერია ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იმდენი მწვავე და კრიტიკული რეზოლუცია მოვისმინეთ ჩვენ ევროპარლამენტიდან. თუმცა თავარი შეკითხვა მაინც ხომ ეს არის, ხო? გვესმის აბსოლუტურად ევროპული, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიის წესები და პროცედურები, მაგრამ აი როდის შეიძლება ასეთი მწვავე შინაარსის დოკუმენტი მოთხოვნებიდან უკვე ქმედებებზე გადავიდეს და მართლა გქონდეს იმ რაღაცა ყინულის მჭრელის ეფექტი, როდესაც ქართული ოცნება იმას კი არ იტყვის, რომ ჩალის ფასი აქვს ამ ყველაფერს, არამედ მართლა იგრძნობს მსუსხავ ეფექტს. მოგესალმებით, ტელემაყურებელს მივესალმები. აქ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კონსენსუსის საკითხია, ხო? ევროპარლამენტში ჩვეულებრივი უმრავლესობა საკმარისია გადაწყვეტილებების მისაღებად და
აქედან გამომდინარე ის რეზოლუციები, რომელსაც ჩვენ ვნახულობთ, რომელიც არის უკიდურესად კრიტიკული ქართული ოცნების მიმართ და კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს ევროპული სტრუქტურებისგან, მათი მიღება შედარებით ადვილია. პარლამენტზე რო იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ელემენტებიც ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენ დიდი ხნის წინ გვეყოლებოდა ივანიშვილიც, მისი ასე ვთქვათ, გარემოცვაც და de facto ხელისუფლების წარმომადგენლებიც უკვე დასანქცირებული იქნებოდნენ და არაერთი კომპანია იქნებოდა საქართველოში დასანქცირებული და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ევროკავშირში გადაწყვეტილება ესე არ მიიღება, ხო, ერთი უწყება არ აკეთებს ამას, ხო, სამი ძირითადი, ასე ვთქვათ, ბოძია. ხო, რაზეც არის და აქ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების დროს, როდესაც საბჭო განიხილავს, იქ იყოს კონსენსუსი, ანუ ყველა წევრი ევროკავშირის ყველა ქვეყანა დაეთანხმოს და ეხლა თქვენი სტუმარი საუბრობდა იმაზე, რომ რადგანაც დღეს არსებობენ ისეთი მთავრობები, როგორიც არის ვიქტორ ორბანის მთავრობა უნგრეთში ან ფიცოს მთავრობა სლოვაკეთში, მათი საშუალებით ქართული ოცნება ახერხებს და ეს რეზოლუციებში ასახული ასე ვთქვათ, დამსჯელი მექანიზმები არ გადადის პრაქტიკაში. რაღაცეები გაკეთდა, ანუ აი მაგალითისათვის პირველი შემთხვევაა, როდესაც უკვე დიპლომატიური პასპორტის მქონე და მომსახურე პასპორტის და სხვა, ასე ვთქვათ, ოფიციალურ პირებს შეუჩერეს უვიზო მიმოსვლა ევროპის დონეზე. ხო? ანუ ამაზე შეთანხმება მოხდა და ამას არ დაჭირდა კონსენსუსი. როდესაც კონსენსუსი მოხერხდება საბჭოში, ბუნებრივია ეს რეკომენდაციები, რომელიც ასახულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, უკვე გადაითარგმნება ქმედებაში. შესაძლოა ეს მოხდეს ერთ თვეში, როდესაც ორბანს საკმაოდ რთული არჩევნები აქვს წინ და მისი დამარცხების შემთხვევაში დიდი ალბათობით ეს წინაღობა გადაილახება, იმიტომ რომ მარტო ფიცო ვერ მოახერხებს ამების დაბლოკვას, მას მოუწევს უკან დახევა და შესაბამისად შემდეგ უკვე ჩვენ რასაც ვხედავთ ამ რეზოლუციებში, ესენი ნელ-ნელა გადაითარგმნება. ანუ გამარტივებულია მესმის ევროკომისიისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ანუ თუ ისევ სავიზო სანქციას გააფართოვებენ, ამას მსუსხავი ეფექტი ქართული ოცნებისთვის, ქართულ ოცნებაზე უფრო მეტად ამის მსუსხავი ეფექტი გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე. მაშინ სად არის, ასე ვთქვათ, სანქციის სადამსჯელო სამართლიანობა, ხომ? ანუ დაიშჭება ყველა ქართულ ოცნებასთან ერთად. ამას გულისხმობ, ანუ არის მოწოდებები იგივე რეზოლუციის სხვადასხვა ტექსტში, რომ პერსონალური სანქციები გატარდეს იმ პირების, ხელისუფლების იმ პირების მიმართ, ვინც არიან პასუხისმგებელი საქართველოში დემოკრატიის უკან დახევაზე. აი, ასეთი მიზნობრივი სანქციების აღსრულების მიღწევა რამდენად შესაძლებელია? ხო, აქამდე რაც თქვი ზუსტად ის არის, რომ ეს სანქციები, ამ ტიპის სანქციებს, რომ მიზნობრივად კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ლიდერები თუ ბიზნესმენები თუ ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი მმართველები დაასანქციროს ევროკავშირმა, ამას ჭირდება ერთიანობა საბჭოში. ანუ ყველამ უნდა მისცეს ხმა ამას. და შესაბამისად ამ ტიპის სანქციებს ბუნებრივი არ არის, ანუ ბლოკავს ორბანი და მსგავსები და სანამ ეს წინააღმდეგობა არ გადაილახება ან ორბანთან ან მის გარეშე, ეს ჰაერში იქნება, ეს ეკიდება ეს სანქციები. ეხლა რაც შეეხება ევროკომისიის, ასე ვთქვათ, ახლად მიღებულ ძალაუფლებას შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ამას საქართველოს მოსახლეობა ამას აღიქვავს უსამართლობად რაღაც თვალსაზრისით. მაგრამ როდესაც უვიზო მიმოსვლაზე ვლაპარაკობთ, არის სუბიექტური კომპონენტი და არის ობიექტური კომპონენტი. და სამწუხაროდ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე რაღაც პერიოდის შემდეგ თუ აქ ვითარება არ შეიცვალა საქართველოში და ხელისუფლება არ შეიცვალა, ობიექტური კრიტერიუმებით მივა კომისია. მაგრამ დღეს ევროკომისარმა თქვა, რომ იმარჯვებს საქართველოში რუსეთი, მაგრამ
ჩვენ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის გვერდით, ვისი არჩევანიც არის ევროპა. ანუ მაშინ რაში გამოიხატება ეს გვერდში დგომა? ბევრ რამეში გამოიხატება, მაგრამ ეხლა თქვენ რა გგონიათ, სანამ ვიზომი მოსვლა ექნებოდა საქართველოს, მანამდე გვერდში არ ედგა ევროკავშირი? არა, გასაგებია, მაგრამ საქართველოს ასრულებდა ხო ყველა იმ პირობას, რამაც მიიყვანა ასე დაახლოვებამდე ხო მასია? და ბოლო 2 წელია უკვე კი არ ასრულებს საქართველოს ამ პირობებს არ ღვევს. და თქვენ რა საქართველოს ხელისუფლება არა საქართველოს და ხელისუფლება რას ქვია ეხლა ანუ თუ მაშინ ანუ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ხო ყოფენ და მიჯნავენ ამ ხელისუფლებასთან დაწყებული დაპირისპირების შემდეგ კი მესმის თქვენ ანუ რა გულის წუხილი მესმის მეძიგივე გულის წუხილი მაქვს მაგრამ ყურე რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ თქვენი აზრით რა ვიცი ირანელი ხალხი ცუდი ხალხია არა უვიზომი მოსლავა რატო არ აქვს ევროკავშირთან იმიტომ რომ ხელისუფლება ყავთ ისეთი როგორიც ყავთ. ხო, ანუ ჩვენც იმიტომ არ გვექნება უიზომი მოსვლა ევროკავშირთან, რომ ხელისუფლება გვყავს ისეთი როგორიც გვყავს. და თუ ჩვენ ვერ მოვერევით ამ ხელისუფლებას და ვერ გავაგდებთ ხელისუფლებიდან, ობიექტურადაც სამწუხაროდ ჩვენ მივალთ იმ შეიძლება დღეს და ხვალ არ მივიდეთ აქამდე, შეიძლება რაღაც მომენტში ევროკომისიამ თვალი დახუჭოს, რომ ქართველი ხალხის დასჯის შეგრძნება არ დატოვოს, მაგრამ ეს ვერ იქნება, ასე ვთქვათ, დაუსრულებლად და რაღაც მომენტში ობიექტური კრიტერიუმებით მივალთ იქამდე, სადაც უკვე სხვა გზა აღარ იქნება ევროკავშირს და გააჩერებს უმიზომი მოსვლა. მაშინ აი სათხედავს იგივე ფაშინიანი, როდესაც სათხედავს სივრცეს, აი ამ გაყინული დიალოგის გალღვობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის. თუ ეს არის უბრალოდ რაღაცა განცხადებები? არა. მე მგონია რომ არა. პრემიერ-მინისტრ პაშინიანის განცხადება გამომდინარეობს სომხეთის ეროვნული ინტერესებიდან. და ის რასაც მართალს ამბობს. ანუ სომხეთის ევროკავშირისკენ სვლა სერიოზულად გაჭირდება მიუხედავად სურვილებისა თუ საქართველოს დარჩება ამ მდგომარეობაში როგორც ახლა არის. პრემიერ-მინისტრ პაშინიანს ანუ იქ განმარტებები არ გაუკეთებია რატომ არის ეს ყველაფერი გაჩერებული, ხო? მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ხო ვიცით. ანუ ეს ყველაფერი იქნებოდა სხვანაირად საქართველოს რო არ მართავდეს რუსი ოლიგარქი. მარტივია რა, ანუ ივანიშვილი, ანუ იგივე ქართველი აიათოლა დღეს მართავს საქართველოს რა. და ამის გამო არის გაჩერებული ევროკავშირთან მოლაპარაკებებიც ამის გამო არის საფრთხეში უვიზო მიმოსვლაც, სხვათა შორის ასოცირების ხელშეკრულებაც საფრთხეშია უკვე იქიდან გამომდინარე, რომ თუ წაიკითხეთ ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლების განცხადება, იქ პირდაპირ წერია, რომ საქართველოს მარტო კანდიდატის სტატუსის პირობებს კი აღარ არღვევს, უკვე ასოცირების ხელშეკრულების პირობებსაც არღვევს. და უკვე დავფიქრდეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან რა არის დაკავშირებული, არის თავისუფალი ვაჭრობა, არის დაკავშირებული სხვა ელემენტები, როგორც არის Erasmus პლუსები, განათლების პროგრამები და ასე შემდეგ და ესეც სამწუხაროდ დროის საკითხია. უყურეთ, ნელ-ნელა ჩვენ დავიწყებთ თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა როგორც არის და რეალურად ქართული ოცნება აგრძელებს რეპრესიების გზას, კიდევ უფრო არაევროპულ კანონებს იღებს, რაც დრო გადის. ანუ აწი ალბათ ახლა იმ პოლიტიკურ პარტიებსაც აკრძალავს და შესაბამისად შემდეგ უკვე სხვა გზა არ დარჩება ევროკავშირს, რომ გაყვეს და მე საქართველოს უკვე დადანაშაულებული იქნება ასოცირების ხელშეკრულების პირობების დარღვევაში და შემდეგ მოიშლება მთელი ის სიკეთეები, რაც ასოცირების ხელშეკრულება მოგვიტანა. ყველაფერი ნელ-ნელა წაიშლება, მათ შორის უვიზომი მოსვლა და მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა. სხვა შორის EUTHOS დელეგაციამ და ჩვენ არ გვინდა რომ ეს რომ მოხდეს. ხო, EUTHOS დელეგაციამ თქვა რომ თქვენ ახსენეთ ეს პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი და ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ისე ამას ცოტა თუ უწევს ხოლმე ანგარიშს რომ მართლა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ვიმყოფებით ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. ანუ განცხადება არა ციტატა მომყავს EUTHOS დელეგაციის. ანუ ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. პარტიების ან რეგულარული პოლიტიკური ან სამოქალაქო საქმიანობის აკრძალვა წის
გამოსვლის გზა არ არის და სულისკვეთება ხო აი ამ დელეგაციისა რომ შოკირებული დავრჩიო პრეზიდენტმა თქვა ასამბლეის რომ ერთმანეთთან ელემენტარული კომუნიკაცია არ აქვთო პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარებს და ყველას მოუწოდა კონსტრუქციული დიალოგისკენ და რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრა. ვიცით ხო რა განწყობები არის ოპოზიციაში, გაერთიანებული ოპოზიცია, ალიანსი ოპოზიციური ამბობს რომ არავითარ შემთხვევაში არ შევლენ პოლიტიკურ ვაჭრობაში ქართულ ოცნებასთან და არ ივაჭრებენ ტყვეებით, ანუ პოლიტიკური პატიმრებით, განსხვავებული პოზიციები გამოავლინეს გახარიას პარტიამ და ლელომ. აი თქვენ ხედავთ სივრცეს დიალოგისთვის თუნდაც გარკვეული რაღაცა სირთულეების გადალახვის შემდეგ არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის შიგნით დაიწყოს ეს პროცესი, რომელიც შემდეგ უკვე გადაიზრდება დიალოგში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. აქ როგორ არის ცით საქმე, რომ ანუ ვერანაირი დიალოგი ამ ვითარებას ვერ უშველის. კონკრეტულად მიზეზი რის გამოც საქართველოს როგორც სახელმწიფო ამ მდგომარეობაში არის, ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი მიზეზი. ეს არის ივანიშვილის რუსული ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება და მის გარშემო მყოფი ადამიანები. ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. ხო, მაგრამ ერთანაც კი მიდიან მოლაპარაკებებზეო. უყურეთ დავასრულებ. კი ბატონო. ანუ მოლაპარაკებების აუცილებლობა გაჩნდება მას შემდეგ, რაც დადგება მომენტი, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დაინახავს, რომ კარგავს ხელისუფლებას. მხოლოდ მაშინ მივა ის და წავა მოლაპარაკებებზე. სხვა შემთხვევაში რა, აქამდე მილიონი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობაც იყო და აუცილებლობაც იყო დიალოგის, მაგრამ თქვენ გინახავთ, როდესმე რომ რამეზე უკან დაეხიოს ქართულ ოცნებას ბოლო 2 წელიწადნახევრის განმავლობაში. აქამდე ბევრჯერ იყო ეს მოლოდინი, რომელიც განსაკუთრებით ოპოზიციამ გააჩინა, რომ აი დღეს თუ არა ხვალ. სახელმწიფო ვერტიკალი იმდენად შესუსტებული იყო, რომ აუცილებლად ჩამოიშლებოდა დღეს თუ არა ხვალ. ქართულ ოცნებას მოუწევდა უკან დახევა და კომპრომისზე წასვლა, მაგრამ რასაც ვხედავთ, სულ უფრო მეტად იქმნიან ვითარებას, სადაც მარტივად შეძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას და გახანგრძლივებას. მაგრამ უყურეთ რა შეასაქმე, მე მესმის ხა თქვენ რა სწავლობთ ხა რაღაცა ვისი ბრალია რამდენად, მაგრამ ფაქტია რეალურად რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხა ძალაუფლება, მიტაცებული ძალაუფლება შეინარჩუნა და აი ამ მდგომარეობაში თუ მან ვერ დაინახა საფრთხე რომ კარგავს ამ ძალაუფლებას, ანუ რატომ მივა სალაპარაკოდ ოპოზიციასთან? საერთოდ რატომ მივა სალაპარაკოდ? შესაბამისად, ამისი აუცილებლობა ქართულ ოცნებას არ უდგას დღეს. უნდა დაუდგეს ქართულ ოცნებას ლაპარაკის აუცილებლობა და მერე მივა სალაპარაკო. ჩემი აზრით, აქედან გამომდინარე სწორია რომ დღეს სალაპარაკო არაფერი არ არის. რა ვის უნდა რუსებს უნდა ელაპარაკო? რუს ოკუპანტებს რაზე? რომ პოლიტიკაში რაღაც ადგილი გამოგიყონ? რა არაფერი სალაპარაკო აქ არაფერი არ არის სამწუხაროდ, ხო? ეხლა უყურეთ, ბატონი გახარიას პარტია და ლელოც ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ისინი აღარ არიან პოლიტიკური პარტიები. ანუ გახარიას შემთხვევაში ლიდერი საზღვარგარეთ არის და ეხლა მე არ მჯერა რომ პოლიტიკური ლიდერი ალთას არის და პარტია ბალთას არის და იქ რაღაც პარლამენტშია ზის და რაღაცებზე ლაპარაკობს. ანუ აქ სრულფასოვანი პარტია სამწუხაროდ გიორგი გახარიას პარტია აღარ არის. მე არ ვიცი ბატონი ხაზარაძე სად არის. ან ბატონი ჯაფარიძე, მაგრამ თქვენ ბოლო 1-3 თვის განმავლობაში მათი ან სატელევიზიო გამოსვლა თუ გინახავთ. სატელევიზიო განცხადება მინახავს საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოს პოლიტიკური გამოსვლა კი არა, გეგმაზე კი არა რომ ასვაპირებთ, ის კი არა რომ რაღაცა ანუ ეს ორი ადამიანი არა გაპასიურებულები არიან პოლიტიკიდან ფაქტობრივად დისტანცირება მოახდინეს პოლიტიკიდან. ხო, ანუ აბა რა არის პოლიტიკური ლიდერი როგორ წარმოგიდგენიათ რომ სამი თვე შეიძლება დაიკარგოს და პოლიტიკური პარტიები ოპოზიციური ამას გულისხმობთ. კი, ეგრე ხო, მაგას შევიდეს ქართულ ოცნება დიალოგში, ეს ვერ იქნება პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ასე ვთქვათ წინაპირობა? ანუ ვერანაირად იქნება, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ ჯერ ერთი ოპოზიციის უმრავლესობას ბოლოს და მეორეც მათი ლიდერები გასული არიან პოლიტიკური სივრციდან სინამდვილეში. ამიტომ ეს
ასე ვთქვათ, რაიმე ფორმით რაღაცაზე თუ დაილაპარაკებენ ოცნებასთან, ჯერ ერთი თავად ოცნება ჩემი აზრით არ დაილაპარაკებს არავისთან, მაგრამ კაი, ესეც არაფერს არ მოიტანს. ანუ ერთადერთი გამოსავალი აქ არის კიდევ ერთხელ ერთიანობა, ამ ერთიანობის გაფართოვება, გაფართოებული ერთიანობით ქართული ოცნებისთვის კიდევ უფრო მეტი პრობლემის შექმნა, ამას დაემატება გარე ფაქტორები, რომელიც ჩემი აზრით დღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ უკვე აღარ მუშაობს. იგივე ირანში მიმდინარე მოვლენები, იგივე ეს ევროკავშირის ხო, მაგრამ აი თქვათ, რა შუაშია თქვენი რეპლიკა იყო, რომ თქვათ, რომ აი ამ გეოპოლიტიკური რისკების ფონზე ერთიანობა არისო ძალიან მნიშვნელოვანიო და გეოპოლიტიკური რისკები აქ არაფერ შუაშია. რატომ არ არის არაფერ? თუ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დაძაბულობა, არასტაბილურობა, ხომ უფრო მეტად მოწყვლადები ვართ, ასე ვთქვათ, საგარეო რისკების მიმართ, ხომ? ანუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ უყურეთ რა შეასაქმე, ანუ არა პოლიტიკური, არამედ ინტერესებიდან გამომდინარე. ამ მოწყვლადობას ზრდის მართვის ფორმა. ანუ, როდესაც საქართველო არის დემოკრატია ამ შემთხვევაში და მართველი ძალა და ოპოზიციური, ასე ვთქვათ, სპექტრი ერთმანეთთან სამართლიან გარემოში კონკურენციაში არიან, ისინი დარწმუნებული ვარ, რომ უმეტეს შემთხვევაში მზად იქნებიან საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, როდესაც ქვეყანაზე რაიმე საფრთხე ემუქრება. მაგრამ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ტირანი გიზის აქ და შენი რეპრესიით არის მუდმივად დაკავებული, თვითონ ეს მართვის ფორმა ქმნის გეოპოლიტიკურ რისკებს და ასუსტებს ქვეყანას. აი მაგალითისათვის ახლა დღეს აქ ძალიან ყველა ლაპარაკობს ირანში მიმდინარე მოვლენებზე და ამ პროცესში გაზრდილ საფრთხეებზე და ნახეთ ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანში რა მოხდა. ეხლა საქართველო რო უკეთესად დაცული იყოს, საქართველოში დღეს რო დემოკრატია იყოს, საქართველოში დღეს რო წესიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა გქონდეს, როდესაც გარე საფრთხე დგება, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად დგებიან ნორმალურ ქვეყნებში. თქვენ წარმოგიდგენიათ ქართულმა ოცნებამ ეხლა დღეს რო დაუძახოს, რომ რუსეთიდან საფრთხე მოდისო, საერთოდ ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობს. რუსეთიდან საფრთხე მოდისო და ოპოზიციას რო მოუწოდოს, რომ მოდით და საერთო საბჭო შევქმნათ. საბჭო შევქმნათო კი არა, საერთოდ ამბობს, რომ თქვენო ხალხის მტრები ხართო და ქვეყნის მტრები ხართო და ოპოზიციის ლიდერი. ამიტომ იბარებენ გამოკითხვაზე იმ ადამიანებს, ვინც რისკებთან მოსალოდნელ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთებენ. ოპოზიციის ლიდერი აღარ დარჩა ქვეყანაში, რომელიც ციხეში უმიზეზოდ არ გაეშვათ. და ეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ანუ პრობლემას. ეს ქმნის. შენ როდესაც დიქტატურას აშენებ და საკუთარ ხალხს მოდი ასე ვთქვათ, აწამებ და მასზე რეპრესიას ახორციელებ, სწორედ ეს არის. დიალოგში შესვლა არ უნდა ოპოზიციურად განწყობილ აუდიტორიას გულისხმობ როგორც პოლიტიკოსებს, ისე ხელისუფლებასთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ, რა ვიცი, ექსპერტებს თუ გნებავთ, მაშინ რომ დაუძახონ უშიშროების საბჭოს შექმნათო გარე რისკებთან დაკავშირებით, ანუ ამ საბჭოში მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ? მზად ხართ? მე რატომ ეკითხები ერთი და მეორე? თქვენ გეკითხებით როგორც ამ ასე ვთქვათ, ადამიანს რომელმაც გააჟღერა ეს ანუ სიტყვაზე თუ დავინახეთ მაგალითად რომ გარე საფრთხეები რეალურია. ანუ ეხა როა ისე არა. არ არის რეალური? დღეს არ არის ესეთი პირდაპირ საფრთხე არ დგას რა. ხო, ამაზე ლაპარაკი საჯაროდ სარისკო ხომ გახსოვთ? არა, სარისკო რა, მე ნაკლებად მაწუხებს ეს რისკები, იმიტომ რომ ანუ ისედაც ლაპარაკობ რაც თუ დაბარების პერსპექტივა გაჩნდება თქვენთვის, ეს ნაკლებად გაწუხებთ? ხო, ნაკლებად მაწუხებს. იმიტომ რომ ნახეთ, ვინც ეს განცხადებები გააკეთა საჯაროდ შესაძლო მოსალოდნელ საფრთხებთან დაკავშირებით, თითქმის უკლებრივ ყველა დაიბარეს გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების მე მაგას ვამბობ, რომ ესე პირდაპირ საფრთხე, ომის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ ანუ წარმოიდგინეთ, რომ დაუშვათ, რომ გაჩნდა ეს საფრთხე. აი მაგალითად თქვა მოსკოვმა, რომ ჩვენ რაღაცა სიტყვაზე ვიწყებთ საომარ მოქმედებას საქართველოს წინააღმდეგ. რა გამორიცხულია? ხო არ არის გამორიცხული. თეორიულად ვამბობ. ეხლა უყურე, ამ დროს ხელისუფლება ვინც იქნება რა მნიშვნელობა აქვს? თუ იტყვის, რომ ანუ ოპოზიციას მოუწოდებს და ანჩენ საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ხალხო მოდით და ერთად დაუპირისპირეთ ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა მივა. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება ეგეთ რამეს არ გააკეთებს. რატო? რატო და იმიტომ რომ ეგ არის რუსეთის ჩვეულებრივი გაგრძელება არის, კრემლის ნაწილი არის. რუსული სპეცოპერაციის შედეგი არის საქართველოში. და შესაბამისად, ანუ რას ველოდებით, რომ რუსეთის პროქსი ძალა საქართველოში დაიწყებს ეროვნულ ძალებთან მოლაპარაკებას?
არ დაიწყებს დამთავრებული ამბავია. ეს ძალა უბრალოდ უნდა დაამარცხო. და რო დაამარცხებ, მე ის იძულებული გახდება, რომ რაღაცა ფორმით დაიწყო შენთან ლაპარაკი და გადარჩეს. და დიახ, უნდა გადარჩეს. და ბოლოს მინდა გკითხოთ, არ ვიცი, რამდენი დღე გავიდა ხო? მე-12 დღეა საომარი მოქმედებების დაწყებიდან თუ არ ვწდები. შეგვიძლია თუ არა რაღაცა პროგნოზები გავაკეთოთ, იმიტომ რომ სურათი მართლა ძალიან მძიმე არის. განსაკუთრებით ჰუმანიტარული პერსპექტივების თვალსაზრისით დღეს ვნახეთ, რომ დასავლური ქვეყნების კონსორციუმი შეთანხმდა იმაზე, რომ კრიტიკული მარაგებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიტანონ და ამით რაღაცნაირად ნავთობზე არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 3 გემი დაბომბეს, მე მგონი ხო, ჰორმუზის სრუტეში. ტრამპი ისევ ირწმუნება, რომ ძალიან მალე დამთავრდებაო ეს ოპერაცია და ახლა დარჩეული სულიერი ლიდერი ირანისა, როგორც ირანული ხელისუფლება იუწყება, სახსალამათია. ამ ვითარებაში, რა ვიცი, რის პერსპექტივა შეიძლება არსებობდეს? ჩვენთან მიმართებაში? სოფლიოსთან მიმართებაში და ბუნებრივია ყველაფერი გავლენა საქართველოზე რომ იქონიებს, აგერ საწავის ფასებიდანაც ჩანს, ხო? დავიწყოთ იქიდან, რომ რა თქმა უნდა, ხა ამ ომს რომ მოყვებოდა რაღაცა ტიპის გართულებები მათ შორის ნავთობთან დაკავშირებით, რა ვიცი, მე მგონი ამას ხა დიდი მეცნიერობა და გამადიდებელი შუშა არ ჭირდება. მაგრამ როგორც შეერთებული შტატები და ისრაელი ამბობს, ეს არის დროებითი მოვლენა. ისინი ფიქრობენ, რომ რამოდენიმე კვირის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები დამთავრდება და გადავლენ მერე უკვე შემდეგ ეტაპზე და რა იქნება ეს შემდეგი ეტაპი ჯერჯერობით არ ჩანს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება, ასე ვთქვათ, რეჟიმის ცვლილება და ირანი აღარ იქნება აიათოლების სამართავი ქვეყანა და იქნება რაღაც გარდამავალი ეტაპი, რის შემდეგაც უკვე ირანის მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რა ტიპის სახელმწიფოში უნდა ცხოვრება. მანამდე ბუნებრივია ეს ნავთობთან და სხვა რაღაცებთან დაკავშირებული სირთულეები იქნება, მაგრამ ეს არ არის ახალი, სხვა დროსაც ყოფილა ხოლმე ნავთობის ფასების სწრაფი ზრდა და შემდეგ უკან დაბრუნება თავის ნიშნულზე. ამ პერიოდში კი გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცებმა იხეირონ ამით, მათ შორის რუსეთმა. ეს არ არის სასიამოვნო ნამდვილად, მაგრამ ასეა, მაგრამ რასაც ჩვენ უყურებთ რეალურად, რომ სულიერი ლიდერი მოკლულია, აიათოლების დიდი ნაწილი განადგურებულია, დანარჩენი სტრატეგიული სამიზნეები, ასე ვთქვათ, დანგრეულია. ეხლა დანარჩენი უკვე ჩემი აზრით დამოკიდებულება იქნება იმაზე, რა ფორმით გადაწყვეტს შეერთებული შტატები და ისრაელი რომ გამოვიდეს ამ ომიდან და რას ჩათვლის რომ მიღწევის შედეგები რა არის დამაკმაყოფილებელი. ანუ პირველი რომ ირანს თუ აღარ ექნება შანსი რომ გაამდიდროს ურანი და დაამზადოს ბირთვული იარაღი, ეს მიღწევა იქნება ისტორიული მე აზრით. მეორე თუ ირანს ვეღარ შეძლებს ახლო-აღმოსავლეთის რეგიონის დესტაბილიზაციას ჰეზბოლათი და ხამასით და სხვა ჯგუფებით, ეს მისცემს საშუალებას უკვე ისრაელს რომ შვიდობა დაამკვიდროს რეგიონში იგივე იმ პალესტინელებთან თუ სხვებთან და ეს დაუსრულებელი, ასე ვთქვათ, ომი და არასტაბილურობა შუა აღმოსავლეთის რეგიონში დასრულდეს და ამის შედეგად და პარალელურად თუ კი მოხდება რეჟიმის ცვლილება ან იმ ფორმით კორექტირება, რომ ირანი აღარ იყოს საშიში და პლუს საკუთარი ხალხი აღარ ხოცოს, ეს იქნება ნამდვილად დიდი მიღწევა. ახლა აქეთ ხარეს ჩვენ მიმართულებით, ანუ ჩვენ ამას უნდა უგულშემატკივრობდეთ საქართველოს და არა იმას, რომ ან იქ რა ქვია ხამენეის გარდაცვალებას გლოვობდეთ, ან ახალი სულიერი ლიდერის არჩევას ზეიმობდეთ და ამის გამო ჩვენ ტრადიციულ და ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორთან, ისრაელთან, რომელთანაც 26 საუკუნეობრივი მეგობრობა და სტრატეგიული ინტერესები გვაკავშირებს, ამ ქვეყანასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოთ. რაც ახლა სამწუხაროდ ხდება. მადლობა ბატონო გიორგი რუხაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუს ეთერში დაბრუნდება პარასკევს, მე და თქვენ ამ არხზე ხვალად შევხვდებით ერთმანეთს 13 საათზე გადაცემაში საქმე, სადაც ბიზნესსა და ეკონომიკაზე ვისაუბრებთ.